საათი მოუნდეს, ან რამოდენიმე საათიც კი რა გააჩნია სცენას. რა სირთულის სცენა არის. ანუ მაგათ შეიძლება დავუძახოთ პრერენდერებული, თუ ანუ წინასწარ დარენდერებული? ხო, რა თქმა უნდა, წინასწარ არის დარენდერებული. ანუ იმ სცენაში ნავიგაცია იმ რენდერერით ვერ მოხდება, იმიტომ რომ ის რენდერერი ძალიან ნელია. ანუ შეიძლება ძალიან დაბალ რეზოლუციაზე რაღაცა კიდე რაღაც იმებს თუ გათიშავ რაღაც ფიჩერებს, შეიძლება რაღაც ტიპის ნავიგაცია გააკეთო რა, მაგრამ ის რენდერერები, ოფლაინ რენდერერი არ არის მაგისთვის გაკეთებული რა, ანუ სხვა მიზანი აქვს, რომ ანუ საბოლოო ხარისხი მიიღო მაღალი რა და მაგაზია ოპტიმიზირებული ისეა დაწერილი, რომ ეს არა მაგის მთავარი ამოცანა. ხო. აი, გარი გასხვება. ინპუტების დროც თუ გაქვს და მაგაზე რეაგირებს რენდერინგი, ანუ ეს real time-ია. თუ არასოდეს. ხო, ანუ არის შუაში real time-სა და offline render შორის, ასევე ამბობენ ხოლმე ინტერაქტიულ რენდერს, რა. ანუ ინტერაქტიული როგორია, ანუ რეალურად შეიძლება რაღაც ხმაური კონდეს და რაღაცა ხარისხიც არ იყოს, თქვათ ისეთი რა, კარგი, მაგრამ რაღაც კომპრომისულია ამ ორს შორის. ანუ შეიძლება ცოტა ნელი იყოს, შეიძლება რეზოლუციას აკლებდეს, მაგრამ აი თქვათ ნავიგაციის საშუალებას გაძლევს სცენაში, რომ უბრალოდ გადაადგილდე, ხედავდე სად მიდიხარ, იმისთვის რომ მაგათად კამერა დააყენო რაღაც კუთხეზე და მერე გაუშვა და ეს გაითვალო თქვათ აქედან უკეთესი ხარისხით. ანუ რაღაცა preview რენდერის საშუალებას რო გაძლევდეს რა, რომ მიხვდე დაახლოებით როგორი იქნება შენი ისა. აი შუალედურ ნაწილს ეძახიან ინტერაქტიული. ხა ეგეთი რაღაც დაწესებული ისინი არ არის, რამდენი კადრი წამში უნდა იყოს, მაგრამ დაახლოებით ეგრე არის, რომ real time-ი არის აი 20 და მეტი. მაგრამ ნუ მოთხოვნებიდან გამომდინარე, რეზოლუციასაც ხო აქვს მნიშვნელობა რა, მაღალი რეზოლუციით რო არენდერებ, ნუ მეტი რესურსი გჭირდება. თუ ვირტუალური რეალობისთვის არენდერებ, მაშინ 20 კი არა, 60 კადრი წამშიც არ გმარა რა. ანუ 70 და მეტი გინდა რომ დაარენდერო, თორემ ეს motion sickness-ი გექნება რა, ვერ ნახავ, ვერ გამოიყენებ. და ნუ ესეთი სხვადასხვა მოთხოვნები არის. უბრალოდ ესე ძალიან ზოგადად ქვია real time-ი რა, იმ ჯგუფს, რომელიც სწრაფად მუშაობს. კაი. მოდი გავაზიარებ ეკრანს და ჩანს ეკრანი? კი, ჩანს. კარგი. მაშინ მოდი დავიწყოთ ის თემა, რაზეც გვინდოდა ლაპარაკი. დონსკი მოითხოვა აი ეს თემა. ანუ მანამდეც თქვით ბევრჯერ ვილაპარაკეთ, რაღაც შევეხეთ რა, ზოგადად, მაგრამ ეხლა ვეცადოთ, რომ უფრო ავხსნათ დეტალურად, მეტნაკლებად დეტალურად, რას აკეთებს ესე იგი ეს რეკონსტრუქციას რაც ეხება, აი რეკონსტრუქციის გარშემო ვილაპარაკოთ და რაღაც მაგალითებიც ვნახოთ. ხო, ანუ ამოცანები იყოფა რაღაც სხვადასხვა სახელები არის რა, სხვადასხვა ტიპის ამოცანებია, რომელიც ერთმანეთის მსგავსია. მაგალითად, პირველი ამოცანა არის ესეთი structure from motion, ესე ქვია რა. და ამ structure for motion-ს აქვს საინტერესო, ანუ სხვა ამოცანებს გავს რა. მე გადავალთ ნელა მსგავს ამოცანებზე. ანუ ამ ამოცანის მუღამი არის, რომ გვაქვს კამერა, რომელიც დროში გადაადგილდება. თქვათ რაღაც t დროში თუ იმყოფებოდა აქ, t+1 დროში რაღაც აქ არის, მერე კიდე აქ არის და ასე მოძრაობს. და ნუ იღებს ეს კამერა რაღაც ვიდეოს. და ჩვენი ამოცანა არის, რომ ამ ვიდეოში არსებული სცენა, რომელიც ამ ვიდეოზე ჩანს, ეს სცენა აღვადგინოთ სამგანზომილებაში. ანუ რაღაცნაირად სივრცული წარმოდგენა შევიქმნათ ამ სცენაზე. სად არის, როგორ არის ობიექტები, ხო, თქვა ზედაპირები, როგორ არიან განლაგებული და ასე შემდეგ. ერთ-ერთი ამოცანა ხოლმე მაგათად აი უშუალოდ ზედაპირების აღდგენა და ნუ ამ ამოცანის
გამოყენება არის ხშირად აი მაგალითად რობოტიკაში, როდესაც რობოტს უნდა ჰქონდეს სირცული აღქმა, რომ თქვათ, როდესაც მოძრაობს, მის წინ რაღაცას რო ხედავს, უნდა აღიქვას თქვათ რა მანძილშია ობიექტი, ხო? როგორი ფორმა აქვს, რომ შემდეგ მანიპულაცია შეძლოს, ან ამ სცენაში გადაადგილება შეძლოს, ისე რომ არაფერს დაეჯახოს. და ამისთვის შეიძლება იყენებდეს უშუალოდ მოძრაობის ფაქტორს. ანუ ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ ერთი კამერა გვაქვს, რომელიც მოძრაობს სივრცეში რა, ანუ დროში გადაადგილდება. თulit რო კამერის ტრაექტორიაც რო არა, კამერის ტრაექტორი არ არის ცნობილი, საქმეც მაგაშია. ანუ უბრალოდ ვიდეო არის ჩვენთვის ცნობილი. ნუ ვიცით რომ უბრალოდ ვიცით რომ ეს კამერა დროში მოძრაობს და გადაადგილდება. ნიკა, გონი ხმა დაწეული გაქვს. სცენა თვითონ სტატიკური. დაწეული, მოიცა. ნიკა. ეხა ისმის? დონსკი. დაწეული გაქვს გონი. მე მაგ დაწეული. ხო, მაგას კი აქ ნამდვილად. ახლა? ახლა ცოტაძიე. კაია. ხო. კიდე ცოტაძია ბა. სცენა სტატიკური. მაინც 100%-ზე. აჰა. ისმის მაშინ, ისმის. კარგი. ხო, ნუ ამ კონკრეტულ ამოცანაში შეიძლება რომ დინამიური ობიექტები არსებობდნენ, ანუ შეიძლება სცენა რაღაც დონეზე დაყო დინამიურად და სტატიკურად. უბრალოდ დონსკის კამერიდან მოდის ხმაური და თუ არ ელაპარაკებ ხოლმე, მაშინ ჯობია რომ დამუთო ხოლმე. იმიტომ რომ რაღაცა noise gate-ი არ მუშაობს შენთან. ხო, ახლა კაი. ხო, და მოკლედ კამერა გვაქვს, რომელიც ესე მოძრაობს სივრცეში და რაღაცა სცენას აკვირდება. დაშვება ანუ არის რომ ანუ ამ ამოცანას რაღაცა კუთხით უშვებენ ხოლმე რომ სცენა სტატიკურია. ყოველ შემთხვევაში სცენის დიდი ნაწილი შეიძლება იყოს სტატიკური და ნუ რაღაც ნაწილი შეიძლება დინამიური იყოს. მაგრამ ეგ ცალკე საკითხია, იმიტომ რომ ჩვენ ამ შემთხვევაში შევთანხმდით, რომ თქვათ სტატიკურ სცენაზე გვაქვს რა, რომ გავამარტივოთ ყველაფერი. არსებობს მაგალითად ეგეთი სხვა ამოცანა, ქვია novel view synthesis. ეს novel view synthesis არის საერთოდ განსხვავებული ამოცანა არის. ანუ რა კუთხით, ანუ ამ შემთხვევაში გეუბნებიან, რომ რაღაც სცენა არსებობს, რომელ სცენაში არსებული კამერების ნუ რაღაც გამოსახულებები გაქვს რა, მოკლედ ფოტოები გაქვს ერთი და იგივე, ანუ ფოტოები გაქვს, რომელზეც რაღაც ერთი და იგივე ობიექტები შეიძლება გამოჩნდნენ. მაგალითად ერთი ამოცანა არის, როდესაც რაღაც time-lapse-ია თქვათ, თუნდაც შეიძლება დროში იყოს სხვადასხვა და შენ გინდა რომ შუალედური გამოსახულებები დააგენერირო, რომ შენი ეს ვიდეო მანამდე თუ დაბალი frame rate-ი აქვს და ესე ვთქვათ დახტის გამოსახულება კადრიდან კადრზე, აი ეს შუალედური გამოსახულებები შეავსო და შესაბამისად შენი ვიდეო უფრო გლუვი გახდება, უფრო ესე ვთქვათ ნელ-ნელა გადავა ერთი კადრიდან მეორეზე, პირდაპირ არ გადახდება. ანუ რაღაც შუალედური გამოსახულებები გინდა აღადგინო. ნუ ეს ახლა ერთი კონკრეტული ის არის, რა ქვია, გამოყენება, მაგრამ შეიძლება სხვა გამოყენება გქონდეს. შეიძლება რაღაც სპარსულად გაქვს ესე განლაგებული ეს კამერები და ამათ შორის გინდა რომ აღადგინო ნებისმიერი წერტილისთვის რაღაც შუალედური გამოსახულება. ნებისმიერი novel view synthesis, ანუ სახელიდანაც გეუბნება, რომ ანუ ახალი ხედვის კუთხე უნდა აღადგინო სინთეზური მეთოდით რა. ანუ რაღაცნაირად დააგენერირო. რო თითქოს აი აქედან ვიყურები ახლა მე და რა უნდა ჩანდეს აქედან. როდესაც თქვათ სხვა მსგავსი ახლოს მდებარე გამოსახულებები ვიცი და ანუ იმათი ცოდნა გამოვიყენო და რაღაცა აღვადგინო ახალი გამოსახულება სადღაც შუაში.
ეს არის მეორე ამოცანა. არსებობს კიდე multi-view stereo. Multi-view stereo-ც დაახლოებით იგივეა, რაც ის. ოღონდ ამ შემთხვევაში კონკრეტულად იგულისხმება, რომ ერთი და იგივე დროს ხდება გადაღება. ანუ ეს რაღაცას, ანუ სკანერია რა ჩათვალე. ანუ სტერეო რეკონსტრუქცია ხო გაგიგიათ? ანუ სტერეო რეკონსტრუქციას ეძახიან, როცა ორი გამოსახულება გაქვს. ხო, ანუ ორი გამოსახულება გაქვს, რომელიც ერთი და იგივე ობიექტს უყურებს და შეიძლება ეს ორი გამოსახულება ერთმანეთთან დაკალიბრებული იყოს. ნუ ეს მაგათაც ხშირად არის ხოლმე, როცა სიღრმის აღქმა უნდათ. ახლა ადამიანი როგორ აღიქვას, ხო, ორი თვალი აქვს და შესაბამისად ეს ორი თვალი საკმარისია მისთვის, რომ რაღაცა სივრცე სიღრმულად აღიქვას. ყოველ შემთხვევაში ის ნაწილი, რაც მისკენ არის და ხო უკანა მხარე ვთქვათ არ აინტერესებს. ანუ იმიტომ რომ манипуляციისთვის და გადაადგილებისთვის და იმისთვის ეს კმარა. ხო, და ანუ ამისი უფრო ესე ვთქვათ გაფართოებული ამოცანა არის უკვე ეს multi-view stereo. სად გადავედი? multi-view stereo. ხო, და ანუ ეს multi-view stereo უბრალოდ როგორც თქვი, იმის მაგერად რომ თქვა ორი გქონდეს, ამბობს რომ ბევრი გაქვს რა, ბევრი გამოსახულება გაქვს. ახლა ეს არის camera motions გეუბნება, მაგრამ აი თქვა სკანერის შემთხვევა რომ წარმოიდგინოთ, თქვა რაღაც ოთახი გაქვს, სადაც უამრავი სკანერი გაქვს ყველა მხარეს. სტატიკური სცენისთვის ეს ორი кейსი ერთად იგივეა, ხო ისე იგი. ხო, როცა დავუშვებ რომ SFM-ი ნუ სკანერზე ოღონ ადგილები იცი ალბათ. ხო, შეიძლება ეგეც არ იცოდე და ნუ ეგეც გახდეს ამოცანის ესე ვთქვათ ისა. ხო, ეხლა როგორ იყო ესე ვთქვათ უფრო კლასიკური მიდგომა ამ ამოცანის ამოხსნის. ანუ ეს ამოცანები მეტნაკლებად დადიან ერთი და იგივე ამოცანაზე რა, ანუ საერთო ჯამში ვთქვათ SFM-ში, structure for motion-ში თუ დაუშვებ რომ შენი კამერა სტატიკურ სცენას უყურებს, მაშინ არაფერი განსხვავება აღარ არის, ხო? ანუ უბრალოდ რაღაც სტატიკური სცენა და ამ სტატიკურ სცენას სხვადასხვა მხრიდან უღებს კამერა. აქ კიდე გაქვს ბევრი სხვა დაშვებები, მაგალითად გაქვს დაშვება, რომ კამერა ანუ შათერი არის ყისიერი, რო თქვათ, მაშინვე იღებს და ანუ არა გაქვს motion blur-ი და ესეთი კამერის ეფექტები. და ანუ ხო, ანუ ძალიან ესე ვთქვათ, უნდა გავამარტივოთ მაქსიმალურად და ვცადოთ რაღაცა მივიღოთ. ანუ იმიტომ რომ ეს საკმაოდ ძველი მეთოდია და უფრო კლასიკურად ცდილობს ამის ამოხსნას, ანუ ძველებური მეთოდია რა. მე ნენელა გათანამედროვდა რა დროთა განმავლობაში. ნუ ნახავთ მაგას როგორც. ხო, ეხლა როგორ უდგებიან ამ ამოცანას. ანუ ეს ჩვენ სცენაში სცენა რაღაცა გეომეტრიისგან შედგება, ხო? ანუ ეს შეიძლება იყოს რაღაც ზედაპირები, ხო, კედელი ან რაღაც სკამი, მაგიდა და რავი, სხვადასხვა ელემენტები, ხო? და ეს ელემენტები რაღაცა ვიზუალური მახასიათებლებით გამოირჩევიან. თქვათ რაღაც თავისებური ისა, ხო, ან ფერი ან რაღაც რა ქვია, brightness ქართულად როგორ არის, ინტენსივობა და ან რაღაცა კონკრეტული ფორმა აქვს, ხო, რაც საბოლოო ჯამში სურათზე რაღაცნაირად აისახება. და ჩვენ გვინდა რომ აი ეს ვიზუალური მახასიათებლები გამოვიყენოთ, რომ მათი სივრცული პოზიციები აღვადგინოთ. ამისათვის, აი მაგალითად ეხლა რო ვთქვათ, რომ აი ეს წერტილი არის რაღაც ვიზუალურად საინტერესო წერტილი, ან ფერით ან რაღაცით განსხვავებულია რა სხვა წერტილებისგან რა.
მაგალითად ეს წერტილი ჩანს ამ კამერაში, აი აქ. და ეს წერტილი ამ კამერაშიც ჩანს, ამაშიც ჩანს და ამაშიც ჩანს. უბრალოდ განსხვავება არის, რომ ამ კამერაში სხვა კოორდინატზე ჩანს, აქ სხვა კოორდინატზე ჩანს, აქ სხვა. ასევე სხვა წერტილებიც. ანუ შეიძლება ზოგი წერტილი ზოგ კამერაში ჩანდეს და ზოგში არ ჩანდეს. ანუ ან გარეთ იყოს, ან რაღაცა ეფარებოდეს. ანუ გარეთ იყოს რას ნიშნავს, ხო, რომ აი ამ კამერას ხო აქვს ესეთი ხედვის კუთხე, ხო, ანუ რაღაც ესე პირამიდასავით რაღაც სივრცულ არეალს აღიქვავს. და ამ პირამიდის გარეთ რაც ექცევა, ამას ანუ ის ობიექტები უბრალოდ კამერაში არ ჩანს. თუმცა პირამიდაში რო ექცევა, ისიც შეიძლება არ ჩანდეს, იმიტომ რომ რაღაცის უკან ექცეოდეს და უბრალოდ ეფარებოდეს რა რაღაც. ანუ ესენი ხო, ესენი უნდა გავითვალისწინოთ. ეხლა კაი, ეს ამოცანა მივხვდით, რომ რაღაცნაირად ამ იმებს ვიზუალურ თავისებურებებს უნდა ჩავეჭიდოთ და შესაბამისად უნდა მე მოვძებნოთ ესენი სხვადასხვა სურათებში. პირველი არის ის, რომ აი სურათი როცა გვაქვს მოცემული, რაღაცნაირად მოვძებნოთ რა არის ამ სურათში ვიზუალურად საინტერესო ნაწილი. მე თქვათ, ეხლა ამ შემთხვევაში არის ხო, ჩვენები რაღაც ჭიქა არის, შეიძლება სხვადასხვა მხრიდან გადაღებული, სადაც ერთ და იგივე აი ეს ჭიქის ყურს აკვირდება ხო, ან რაღაცა სხვა ნაწილს აკვირდება, რომელიც სხვადასხვა კადრიდან ჩანს რა, სხვადასხვანაირად. მოდი ახლა ვნახოთ. ხო, ესეთი ერთი მოდი აი shift-ით დავიწყოთ. ხო, აი მაგალითად OpenCV არის ეგეთი ბიბლიოთეკა, თუ არ იცით, არის Open Computer Vision Lib, ანუ ბიბლიოთეკა არის, ძალიან დიდი ხნის არის. აი მე რო რაღაც ვიწყებდი უნივერსიტეტში რო ვიყავ, იმ პერიოდიდან დაიწყო და ანუ ძალიან გაიზარდა და რავი, უამრავი ის იყენებს რა, აპლიკაცია რა, ძალიან დიდია რა. ეს ვებისთვის არის თუ როგორც ეს არის native-ზე, ანუ დაწერილი არის C++-ი და ანუ მერე უმეტესი გამოთვლელი მოდულები გაპარალელებდა მოხდა GPU-ზე, ნუ CUDA-ი უმეტესად. ანუ CUDA-ს მოდულები აქვს. ანუ შეიძლება OpenCL-ი და ისინიც იყო, არ მახსოვს ახლა, მაგრამ ნუ არის მოკლედ native-ზე, ანუ C++-ი და მერე გრაფიკულ პროგრამირების ენებზე არის გაპარალელებული და მერე აქვს უბრალოდ ესე ვთქვათ API-ები არის უკვე გამოტანილი სხვადასხვა ენებზე რა, მათ შორის ვთქვათ Python-ზე. რაც ისეთია რა, ყველაზე უფრო გამოყენებადია ხოლმე რა. მაგრამ ნუ ჩვეულებრივ C++-ის API-ც არის და შეიძლება C++ API-ით ყველა ფუნქციას მიწვდე. ეს სიფტი მქონდა ისე გარჩეული რაღაც მომენტში, მაგრამ აღარ მახსოვს საერთოდ. ხო. ხო, ანუ მაგალითად ამას აქ კიდე რაღაც ქვია კორნერი თუ რაღაც ეძახიან. და OpenCV რითი არის უკვე რატომ უნდა გამოვიყენოთ OpenCV ახლა აპირებდით ამის მოყოლას თუ არა, უბრალოდ ვახსენე ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ OpenCV-ზე არ ვილაპარაკებთ, მაგრამ უბრალოდ OpenCV ანუ ეხლა უბრალოდ ყვები რომ მივიდე რა ეტაპები გავიარეთ და როგორ ეხლა სადავართ რა. გასაგები. ეხლაც აქტიურად გამოიყენება ეს, ანუ ისე კი არის, რომ თქვათ უკვე იმ დონეზე მოძველდა, რომ CO აღარ გჭირდება, ანუ არ არის რა. ეხლაც გამოიყენება. უბრალოდ ეხლა უფრო რაღაც სხვა თანამედროვე მეთოდები შემოდის და იმკვიდრებს რა, ფეხს იკიდებს ისე, რომ მალე სავარაუდოდ ამ მეთოდებს რაღაც დონეზე ამოაგდებს. ნუ რაღაც ნაწილი ამოცანებიდან მაინც. შეიძლება ყველაფერში ვერ ამოაგდოს. ხო. ეხლა რა არის მაგალითად SIFT-ი? ანუ მოკლედ როგორც თქვი, ამ სურათებზე სურათებში უნდა ვნახოთ მოკლედ საინტერესო წერტილები. ერთ-ერთი მაგალითად ეგეთი ყველაზე მარტივი წერტილი მოსანიშნად, ანუ ეგეთი
ის არის, რა ფილტრია, ესე ვთქვათ, ოფენსივისაც აქვს, რომელიც ეცდება, რომ კუთხეები მონიშნოს რა, ანუ რას ნიშნავს. მაგალითად ესეთი გამოსახულება თუ გაქვს ამ გამოსახულებაში ცუდი ის არის, რომ აი თქვათ ეს წერტილი რომ მოვნიშნო, ძალიან გაურკვეველია, აი ლოკალურად რო დავაკვირდი ამ წერტილს, ხო, ანუ გავადიდო და აი ამ პატარა რეგიონს დავაკვირდი. რაღაც ვიზუალური თვისებები ხო გააჩნია, ხო, რომ ანუ რაღაც გრადიენტია, რაღაც შავიდან და თეთრის ხარეს, ხო? და რაღაც ესეთი ცილინდრული ფორმა აქვს. მაგრამ ძალიან რთულია ეს შევადარო მაგალითად ამას, ხო? ანუ აქ რო ავიღო სხვა წერტილი, ანუ ზუსტად იგივე თვისებები აქვს და ამ ზოლის გასწვრივ ფაქტიურად ყველა ერთმანეთს გავს და ასევე შეიძლება აქ უამრავი მსგავსი მოვძებნო, რომელიც ამას ძალიან გავს. ანუ რაღაცნაირად არ არის ეს კარგი ჩემთვის, ანუ თუ მე მინდა რომ ამას რაღაც სივრცეში მოვეჭიდო და რაღაცა ისე ვთქვათ, მე ჩემი მუღამი რა არის, რომ აი ამ წერტილს მოვნიშნავ, მე შემდეგ სურათი ავიღო და იმ სურათშიც მოვნიშნო ეს წერტილი და ეს ახლა ჩემთვის ადამიანისთვისაც კი რთული გასაკეთებელია, ხო, ანუ შეუძლებელიც რაღაც დონეზე, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ გავიგებ ზუსტად ეს წერტილი მეორეზე სად არის. შეიძლება აქ იყოს, შეიძლება აქ, ну, რაღაცა არა აქვს საკმარის თვისებები რა. ხო, და ანუ ერთ-ერთი ვარიანტი არის, რომ მოდი კუთხეები მოვძებნოთ. ანუ კუთხეები რას ნიშნავს, რომ ესე ერთი ღერძის გასწვრივ კი არ ქონდეს გრადიენტი რა, თქვათ აი ამას აქეთაც აქვს გრადიენტი და აქეთაც და ეს რაღაცნაირად უფრო აფიქსირებს ამ წერტილს. ანუ ეს წერტილი თქვათ ტრეკინგს თუ ვაკეთებ, ხო, მიდევნებას კადრიდან კადრზე, ამას რომ მოვნიშნავ, ეს წერტილი აქ არ გაცურდება, ესე არ წავა. აი ამას თუ მოვნიშნავ, ესე დაიწყებს ისრიალებს რა, იმიტომ რომ ეს ყველა ერთმანეთს გავს. ეს წერტილი კიდე ამის გარშემო ახლო კადრები თუ არის იდეას ხვდები, მაგრამ თუ ეს არის ძალიან რანდომ კადრებია, მაშინ რამდენიმე კუთხე რომ ერთმანეთს შეიძლება აერიოს. რა თქმა უნდა. აი ახლა მაგალითად აქ ხედავ ბევრი კუთხე მონიშნა. უბრალოდ ჩათვალე რომ ეს რაღაცა პატარა ფილტრია, რომელიც მთელ ეკრანს გადაუვლის, მთელ სურათს და ამ სურათზე ყველგან მოძებნის რომელი აკმაყოფილებს ამ კუთხის თვისებას, რომელია კუთხე და იქ დასვავს წერტილებს. მაგრამ კიდე როგორც შენ თქვი, ეს კუთხე ამ კუთხეს გავს, ეს კუთხე ამ კუთხე რაღაც მსგავსება აქვს ერთმანეთთან. ანუ რაღაც დონეზე ეს იმას ჯობია, მე რო აქ რომ მომენიშნა, ხო, წერტილი, ანუ აქ რომ მომენიშნა საერთოდ, ხო? მაგრამ ძალიან კარგი ის არ არის ჩასაჭიდებელი რა, ესე ვთქვათ. ესე ვთქვათ, პირველი ეტაპია რა. მაგრამ მოდი რა ვქნათ, რომ ეს უფრო გავართულოთ რა, უფრო ისეთი გავხადოთ, რომ უფრო ესე ვთქვათ, ვენდოთ და ადვილად განვასხვაოთ ეს წერტილი, ვთქვათ, მეორე სურათში ვიპოვოთ რა, იოლად ეს წერტილი იქით მხარეს რა. ხო, ეგ რო გავაკეთოთ, ახლა ბევრს აღარ მიყვები ქრონოლოგიურად, მაგრამ პირველი ესეთი ყველაზე გამოყენებადი, რაც გააკეთეს, იყო ეს SIFT-ი არის ესეთი რა, მეთოდი, Scale Invariant Feature Transform, ესე ქვია. მაგრამ ამისი, ხო, აი აქ ვნახოთ მოდი. აი ესეთი ის იყო ნაშრომი და ამათმა მოკლედ 2004 წელს გააკეთეს ეს ფიჩერი, რომელიც არის ცოტა რთული და რას აკეთებს რა. ანუ იღებს სურათს და ბლარავს. მაგრამ აქ მაგალითები თუ ანაჩვენი. აი აქ უკეთ იყო მგონი ნაჩვენები. თუ სადღაც შემხვდა ერთ წამით. Swift feature descriptor. სადღაც შემხვდა უკეთესი. ხო, აი, მოდი აი ეს ვნახოთ. ანუ ჩათვალე რომ ასე სურათს იღებს, დაბლარავს რაღაც კერნელით და შემდეგ ითვლის ამათ სხვაობებს. რო ეს ამითი, ანუ რო დავბლარე ეს სურათი, რამდენად შეიცვალა თითოეული პიქსელი. ანუ ამებს ითვლის და თან downscale-ს უკეთებს, ანუ სხვადასხვა ესე ვთქვათ დისტანციიდან, ანუ რეალურად რო დავშორდები ამ წერტილს, ხო ესეთი გამოჩნდება და ანუ აქაც რაღაც ფიჩერები დაიკარგება. მაგალითად, სიტყვაზე ახლა აქ თუ რაღაც მაღალი
სიხშირის რაღაც დეტალები ჩანდა, ხო, აი ეს რაღაც დეტალები, ეს დეტალები რაღაც scale-ზე დამეკარგება, აქ საერთოდ უკვე აღარ ჩანს ეს დეტალები, ხო? გაქრა. მაგრამ რაღაც სხვა დეტალები შემომრჩა, უფრო დაბალი სიხშირის, აი თვალები, მაგალითად ბოლომდე კარგად ჩანს, ხო? ანუ ამას აკვირდება რა არის ის დეტალები, რომლებიც რჩება და რა არის ის დეტალები, რომლებიც რაღაც scale-ზე იკარგება. და ეს როგორ აისახება ამ განსხვავებების სურათში რა. მაგას ეძახიან აი ეს difference of Gaussians. ანუ გაუსის ფილტრებით ესე ითვლის და მე ამათ სხვაობებს დაითვლის და ამ difference of Gaussians ითვლის რა. და შემდეგ ამაში მოძებნის სუსტად რა scale-ზე იკარგება ეს ფიჩერები რა. ანუ აი სად გაქრა ეს, სად გაქრა ეს და ესე შემდეგ რა. ხდები ხო? დაახლოებით. ანუ არ არის აუცილებელი რომ ძალიან ჩავყვეთ დეტალებში, მაგრამ თავარ აზრს უნდა მივხვდეთ რა, რას აკეთებს. და დაითვლის მოკლედ ანუ ლოკალურ მაქსიმუმს მოძებნის ამ სად რამხელა იყოს ეს ჩვენი ისა პრიმიტივი. ანუ მაგალითად კარგი მაგალითი თუ მაქვს მოიცადე. ხო, აი მაგალითად აი ეგ რო დააკვირდა, აი ესეთი ზომა მონიშნა რა. და მუღამი რა არის რომ ამან ესეთი რო მონიშნა, ამას ესე რამოდენიმე იმათ ინახავს ინფორმაციას გრადიენტები გადასვლების შესახებ. აი ეს აქ არ არის კარგად. აი მოიცადე ეს რომელი. აი მოდი აი ვიკიპედიაზე იქნება ალბათ უფრო. არა. ხო, აი ყურე გრადიენტები არის და ესეთ ჰისტოგრამას ადგენს რა, ანუ დისკრეტულად დაყობს მიმართულებების მიხედვით, რომელ მხარეს რამხელაზე იხრება და რამხელაზე იცვლება გრადიენტი, ვთქვათ, აი ამ რეგიონში და აი ესეთ რაღაც სტრუქტურას შეინახავს. მაგრამ იმისათვის რომ სანამ ამას აღადგენ, ჯერ უნდა მიხვდეს დომინანტი გრადიენტი საითა აქვს რა. ანუ მთლიანად აი ყველაზე დიდი scale რაც აქვს ამ features რა, აი ახლა რო დავაკვირდეთ, ხო, აი ამას საითა, აი ეს ხაზებს ხო ხედავთ? აი ეს ხაზები ანუ ეს უნდა იყოს ისეთი, რომელსაც ნებისმიერ ამას რო სხვა სურათზე აღვადგენ, იქაც დაახლოებით უნდა დაემთხვეს ამას ეს გრადიენტი რა. ხო, და ანუ ამის მუღამია რომ ეს მოდი რაღაც ესეთი ფილტრი მაქვს, ანუ იქ ხო მქონდა ძალიან მარტივი ფილტრი, რომ მარტო კუთხეებს სინჯავ იმაშვებოდი. ვასელექტებდი რა. აქ მოდი ესეთი რამე გავაკეთო, რომ ანუ გადავუარო ამას ფილტრით და მოვნიშნო წერტილები, რომელსაც აქ ასევე ზომა, ანუ რაღაც ისე კი არ არის, რომ ანუ ამ წერტილს მე შეიძლება ახლოდანაც ვაკვირდებოდე, შორიდანაც ვაკვირდებოდე და უნდა ხვდებოდე, რომ ეს ახლოდან არის და ეს შორიდან არის რა, მეორე სურათზე. ანუ ეგ განსხვავება უნდა იყოს და უნდა ხვდებოდე, რომ ეს ორი მართალია აქ ახლოდან არის და იქ შორიდან არის, მაგრამ ეს ორი ერთი და იგივე წერტილია. ანუ ამას ხო და ამიტომ ქვია ამ იმას features scale საწავიდა scale invariant feature. ანუ scale invariant ნიშნავს, რომ შეიძლება ზომა მეძდებოდეს ამ feature-ის, მაგრამ მაინც მიხვდება, რომ ეს feature და ეს feature ერთი და იგივეა. და ამას რანაირად ხდება? ამას ხდება აი ამ გაუსების იმეებით, difference of Gaussians, რაც ვნახეთ. ანუ იმ difference of Gaussians რო დათვლის სხვადასხვა scale-ზეც რო იყოს, ფაქტიურად მიიყვანს ერთი და იგივე scale-ამდე, ანუ დიდ სურათს დააპატარავებს იმდენჯერ რომ პატარა სურათის ხელა გახდება ეს feature და იპოვის რომ აი აქ იკარგება ჩემი გრადიენტი და მოდი ეს იყოს ჩემი feature-ის scale რა. ხო, აი მოდი ძალიან აღარ ჩავალ ამაში, თორე ძალიან მგონია რომ ვართულებ. მოკლედ, მუღამი რაშია რა? მას მერე რაც ამ ფილტრით გადაული ამ სურათს ესეთ რაღაცებს მოვნიშნავ. ანუ სურათზე მოვნიშნავ რაღაც წერტილებს, რომლებსაც ზომები გააჩნიათ.
და მარტო ზომები კი არ გაჩნიათ, ანუ ამ ფიჩერის აღწერა მაქვს შენახული. და შესაბამისად ესეთი სურათი მე რომ მეორე მქონდეს, იქაც დიდი ალბათობით როცა ამ ფილტრს გადავატარებ, იქაც ვიპოვი ამ ფიჩერს და იქაც მაქვს ეს აღწერა ამავე წერტილის. და შემდეგ მე თუ შევადარებ ამ ფიჩერს და როგორც მე ხვდები, უკვე მეტნაკლებად უნიკალური გამოდის, ხო? ხო, ანუ იქ ხო იყო იმისი ალბათობა, რომ ეს კუთხეები კი უკეთესი იყო ვიდრე ეს ერთი, მაგრამ ყველა ერთმანეთს გავდა. და აქ ანუ ფაქტიურად გრადიენტების მთელი ჰისტოგრამა გვაქვს შენახული, რომელი საიტი ხრება, ხვდები, ანუ ინტენსივობა აქ ესე იცვლება, აქ ესე იცვლება და ნუ ბევრად უფრო კომპლექსურია და იმის ალბათობა, რომ ეს რაღაცა შემთხვევით სხვას დაემთხვეს, უკვე უფრო ნაკლებია რა. ნუ რა თქმა უნდა, აქაც რაღაცა ცდომილებით დაითვლი რა ამ მანძილებს რა. მაგრამ მუღამი იმაშია, რომ აქ თუ მე ანუ თქვათ მაგ ახლა გავეროთ ორ სურათზე, ხო? თქვა თუ მაგ ორი სურათი სად გადავედი? მოიცადე, დავუბრუნდეთ ისევ სტერეოს. ხო, აი მაგალითად ამას. ანუ მაგ ეს სურათები, ეს ერთი წერტილი, რომელიც ამ ჩემი ფიჩერით მოვნიშნე, ამ სურათშიც ჩანს, ამაშიც ჩანს, ამაშიც ჩანს, ამაშიც ჩანს, ხო? რო გადაუარე ეს ხო რაღაცნაირად ამ ფილტრმა მომცა ეს ჩემი ისინი sift ფიჩერები, ხო? და რაღაცნაირად შეინახა, ანუ დესკრიპტორი რას ნიშნავს, ანუ აღწერა. აღწერა არის რა, ამ წერტილს რაღაცნაირად ავღწერ და ამ აღწერას ვინახავ. და ანუ მაგ ესეთი ყველასთვის, ამისთვისაც. და მე ახლა რომ ესენი შევადარო, აი სუფთა brute force შედარებაც აქვს რა, offensive-ის. ანუ ყველასთან შეადარებს. ამაში თუ მოვნიშნე სიტყვაზე 1000 ეგეთი sift feature-ი, ხო? ამაშიც 1000, ამაშიც 1000, ყველასთან შევადარებ რა. 1000-თან სათითაოდ. ნუ ძალიან დიდი ხანი მოუნდება, ხო? ყველასთან, იმიტომ რომ ნუ კატასტროფულად გეზდება რა, სურათების რაოდენობის მიხედვით, მაგრამ ნუ თქვათ არა გვაქვს, ახლა 4 სურათი გვაქვს მაგალითად. ყველასთან შევადარებ და ვიპოვი, რომ ეს იგივეა, რაც ეს. აიგე? ანუ ერთ და იგივე წერტილია. იგივეა ეს და იგივე ეს. ანუ ეს მივხვდი. რეალურად აქაც რაღაცა აქვს ეს სტრუქტურა, საერთოდ. ანუ ხო, ნუ შეიძლება რაღაცები უფრო ალბათ დისკრეტიზაცია რაღაც დონეზე და მე ნუ ოპტიმიზაცია არის, მაგრამ ნუ ოპტიმიზაცია მაინც ცალკე ამოცანა არის რა. ჩვენ ამოცანას არ ცვლის. ანუ ჩვენ ამოცანა ისე იგივე რჩება, რომ უბრალოდ რაღაცა წერტილი, რომ ანუ რეალურად ჩვენ ხო ორგანზომილებაში მუშაობთ. ეგ არის, ეს გადახვევა, ანუ ისე გითხრათ შენ. კი ბატონო, უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ეს ჩვენი ფიჩერი, რაც აქ ავწერეთ, ხო, იმ ანუ ეს pixel descriptor-ი. ეს არის ჩვეულებრივ ორგანზომილებიანი ფიჩერია რა. ანუ ორგანზომილებაში უბრალოდ ამ კონკრეტულ რაღაცა ადგილს აღწერს. აი ძალიან რომ დავზუმოთ და ამას რომ დავაკვირდეთ, აი ამას უყურებს და რაღაცნაირად ამის გრადიენტებს აღწერს რაღაც სტრუქტურაში. ხო, ეხლა და ამათი შედარება შეგვიძლია რა, შედარებით სწრაფად შეგვიძლია თქვათ ეს აი ეს წერტილი ახლოდა რომ დავზუმოთ და აქაც რომ დავზუმოთ, ვიტყვით რომ ეს წერტილი და ეს წერტილი ერთი და იგივეა, ძალიან გავს. ეხლა ეს რაში გვეხმარება? ნუ შესაბამისად ესეთი brute force ისა გვაქვს პროცესი, რომელიც ამ სურათზე ბევრი ესეთ ფიჩერებს მონიშნავს, ამაზეც მონიშნავს, ამაზეც და გადაურბეს მერე და სულ ყველა შეადარებს და მივხვდებით დამოკიდებულებებს პიქსელებისას რა. მოდი ვნახოთ ახლა OpenCV Omong. ხო, აი ესეთი რამე ვნახოთ რა. ანუ გვაქვს ესეთი სურათი, ძალიან ბანძი ხარისხია კიდევ, მაგრამ ანუ მაგალითად აქ არის რაღაც ესეთი ყუთები, ხო? და ამათ აქვს რაღაც მოკლედ, რავი, რაღაც ხატია ზედ. და ამ ნახატის ესეთი დასკანერებული ვერსია გვაქვს ზემოდან.
ანუ ეს ჩემთვის ცნობილია, ვიცი წინასწარ. ანუ რაღაც card games ვთამაშობ მაგალითად ან რაღაცა და ვიცი რომ ეს დამაყვავი ესე გამოიყურება რა. ანუ კარტები ჩემთვის ცნობილია. ანუ ეს ჩემთვის ცნობილია და უბრალოდ ეს უნდა მოძებნო ამ ჩემს სურათში რა. ამიგე? ერთ-ერთი ამოცანა მაგალითად რომ მივხვდი აი სივრცულად აი ეს სურათი აი ესე სად არის და პერსპექტიული ტრანსფორმაცია გაუკეთო აი ეს კონკრეტულად ეს ჰომოგრაფიის ამოხსნა მაგას ნიშნავს რა. ანუ თუ ვიტყვი რომ ეს წერტილები სიბრტყეზე მდებარეობენ და ვიცი რომ ესეც სივრცეში სიბრტყეზე მდებარეობს, მაშინ აი ეს ტრანსფორმაციის მატრიცა მინდა რომ აი აქედან აქ როგორ გადადის. ეგ რო გამოხსნა რა. ეგეთი მარტივი ამოცანა. და ამ ამოცანაში მაგალითად გამოიყენება ეს ჩემი sift feature-ები. ანუ იმ ამოცანას ცოტა ხანი თავი დავანებოთ. მაგალითად არის ესეთი ამოცანა, უფრო მარტივი, სადაც ასევე sift feature-ები გამოიყენება. ანუ აქ წინასწარ მაქვს ეს sift feature-ები ამაზე ესე ვთქვათ, გადატარებული, შენახული და ყოველ კადრზე ვთქვათ ვიდეო ვებკამერიდან რომ შემოდის ესე ვთქვათ სტრიმი, ყოველ კადრზე გადაული sift feature-ებით ამოვიღებ და მე შევადარებ ამ ჩემ რეფერენსებს და ვიპოვი რომ აი ეს რაღაცა აი აქ არის სივრცულად. ხო, აი ესეთი ამოცანა მარტივი რა. ხო, და მაგი ეგ ამოცანა რომ ნახოთ, აი საკიდან გამორჩა. ხო, აი აქ ნახავ მაგალითად რანაირად აკეთებს, რომ აი კითხულობს სურათს. ერთი სურათი, მეორე სურათი, detect and compute არის ამ შემთხვევაში, ანუ Swift-ის ეგეთი მოდული აქვს რა, რომელსაც ამ იმების დესკრიპტორების დათვლა შეუძლია და ამას ეუბნება რომ აჰა შენ სურათი, დამითვალე დესკრიპტორები, ანუ ეს მოძებნის ამ პოინტებს, პოინტები არის ანუ კოორდინატები ამ შემთხვევაში და დესკრიპტორები არის ამ Swift-ის აღწერები ამ კოორდინატებზე. და ნუ შემდეგ ამას იყენებს რომ ეს აღარ მახსოვს ზუსტად რა არის მაგრამ აი ეს არის ეს KNN match არის nearest neighbors ალგორითმი არა ესეთი მაგით იხსნის ანუ brute force-ით არ ხსნის რა ამ შემთხვევაში და ამ ორ დესკრიპტორს ადარებს ერთმანეთს და match-ები არის მოკლედ დაუბრუნებს რომ აი ეს ამ ინდექსზე როა ეს არის იგივე რაც იმ ინდექსზე რა მეორე ბუფერში რა ხო და მე შესაბამისად შეადარებს რომ თუ ეს ანუ დისტანციებით დაუთვლის თან განა ის რომ ბულიან მნიშვნელობა კი არ არის თქვათ რომ აი ისო უდრის არამედ მანძილებს დაუთვლის რა და მე უბრალოდ თვითონ შეუძლია რაღაცა გაფილტროს რა რაღაც ეპსილონით ან რა ვიცი threshold-ი დააყენოს და თქვას რომ თუ ის არის ისე ესე იგი კარგი არის კარგი მეჩები ცალკე ამოიწეროს და მე დახატოს რამენაირად და იმიტომ რომ აქ შევა სიტყვაზე ბევრი იყოს რომელიც შეეშალა და ანუ დისტანციები დიდი იქნება რა იმაში და იმებს გადაყრის და მარტო დატოვებს კარგებს ხო ანუ ეს ამოცანა არის იმის მსგავსად ასევე Swift-ებს იყენებს და ოღონდ ნუ მარტივ ამოცანას ხსნის უფრო ბევრად თქვათ აი აქ არის კიდე ნაჩვენები ეს მაგალითად ეს Swift-ებს არ იყენებს ეს უბრალოდ ამ კუთხეებს იყენებს და ნუ ცალკე ალგორითმია მაგრამ დაახლოებით იგივეს ხსნის ხო ნუ კაი დავბრუნდეთ ისევ სად ვიყავით structure from motion ხო ეხლა ხო ეს ამოცანა რანაირად რას გვაძლევს რომ თქვათ ჩვენ გამოვთვალეთ ამ წერტილების კოორდინატები და ანუ მაგათი მიმართებები ერთმანეთთან ანუ ორი გამოსახულება გვაქვს და ვიცით რომ ამ სურათში ეს პიქსელი იგივეა რაც ამ სურათში ეს პიქსელი ეგ გვაძლევს იმას რომ ყოველი ასეთი პიქსელისთვის რომელიც ისიც ვიპოვეთ შესატყვისობა მეორე სურათში დგება განტოლება და ეს განტოლება ანუ რამდენი წერტილიც გვაქვს იმდენი განტოლება გვაქვს მაგრამ თუ დავაკვირდებით ახლა აღარ ჩავალ დეტალებში მაგრამ მუღამი ის არის რომ თუ დავაკვირდებით
განტოლებების რაოდენობა გვესდება წერტილების რაოდენობის მიხედვით და ცვლადები აიგრე არ გვესდება და სადღაც 10 არის თუ არ ვცდები, ანუ 10 პიქსელი თუ გვაქვს ესეთი შესატყვისი რა, მაშინ ფაქტიურად გამორიცხვის მეთოდით ამოვხსნით ამ ცვლადებს. ანუ ცვლადი ჩვენთვის არის ტრანსფორმაციის მატრიცა. ანუ მოდი ორი სურათის მაგალითზე ვთქვათ, აი ეს კარგი სურათია. თუ მაქვს სურათი აღონთ. საწავიდა. ხო. მოკლედ ესეთი სურათია. აუ, სად გადამიყვანა, კაი, მოიცა. Open image. SVG ყოფილა. ხო, მოკლედ მაქვს შესატყვისი ისინი, რა ქვია, რომ აი ეს წერტილი ამ სურათზე იგივეა, რაც ეს წერტილი ამ სურათზე. ანუ ყველა ამ წერტილისთვის მაქვს თითო განტოლება და ჩემი უცნობი, ანუ თუ ვიტყვი რომ ეს პირველი კამერა არის 0-0-ზე და იყურება, ანუ ტრანსფორმაციის მატრიცა არის identity, ანუ ერთეულოვანია, მაშინ რა არის ამის ტრანსფორმაციის მატრიცა? ნუ ჩავთვალოთ, რომ ზუმი არ იცვლება, ანუ რომ იღებ ვიდეოს თან არ ზუმავ რა, ანუ ერთ ზუმზე გიყენია და მოძრაობ უბრალოდ. ანუ მაშინ შენთვის უცნობი არის მარტო პოზიცია, ორიენტაცია, ხო? ანუ სად გადავიდა ეს შენი კამერა, რა პოზიციაზე და საით მოტრიალდა. ხო და ანუ რეალურად ჰომოგენური ტრანსფორმაციით მატრიცით რო აღწერო, ეს არის შენი უცნობი. თუ რომ გაამარტივო, შეგვიძლია მოbrunება კვატერნიონზე რო სიტყვა, ხო? და მაშინ კიდე უფრო ის არის, მაგრამ ნუ კაი თქვა ტრანსფორმაციის მატრიცით აღწერე. ხო, ნუ იმის თქვა მინდა რომ ეს ტრანსფორმაციის მატრიცა არის შენთვის უცნობი და ყოველი ერთი ესეთი განტოლების დამატება ერთ მნიშვნელობას ამოხსნის ამ შენ ტრანსფორმაციის მატრიცაში და ნუ რაღაც ამდენ მნიშვნელობას რო გაცდები, ყველა ამოხსნილი გაქვს რა. და რაღაც მინიმალური რაოდენობა წერტილები გჭირდება მოკლედ, რომ ამოხსნა და იმის იქით უკვე რაც უფრო მეტი წერტილი გაქვს, ნუ მით უფრო მე მაღალი სიზუსტით ამოხსნი ამ ტრანსფორმაციის მატრიცას. გარდა ტრანსფორმაციის მატრიცისა, შეგიძლია შენ ეს პროექციის მატრიცაც ჩასვა ამაში, ანუ იმიტომ რომ შენი მათემატიკურად როგორ არის ეს პროექციის მატრიცაზე რო გადაამრავლო შენი კოორდინატი, შენ ხო გაქვს ეს შესატყვისობა, აი თქვათ ეს კოორდინატი იგივე წერტილს უყურებს, რასაც ეს კოორდინატი. ხო, ეგ უნდა მეთქვა, იდეის პროექცია და თან თითო ფიჩერი წერტილად არიცი პირველ სურათში, იცი ეს სხივი იცი რა იდეაში. ხო, მოიცა დაუბრუნდა. სხივი იცი პირველი კამერის მიმართ, ეგ არის სადღაც. კი ბატონო. ანუ დაუბრუნდით ძველ მეთოდს. ანუ ესეთი არის ჩვენი კამერა პირველი და რაღაც ესეთი და მეორე კამერა არის აქეთ. და ეს წერტილი, რომელსაც თქვა ჩვენ ვაკვირდებით, არის სადღაც აქ, ხო, შუაში. და ეხლა რა გვინდა, რომ ეს უნდა დავაპროექციროთ ამაზე. ანუ ეს მოდი აქ ჩამოვიტანოთ. ეს იყოს ჩვენი ცოტა დავხატე, მაგრამ არა უშავს. აი ეს არის ჩვენი ერთი პროექციის სიბრტყე, აქ არის მეორე პროექციის სიბრტყე. და ეს არის სხივი, რომელიც ამ ჩვენს იმას ხვდება, ხო? ხო, ნუ ერთი სხივი გადავიდა მეორეში, მაგრამ აქ ჩანს ეს, ანუ აქ ჩანს ეს ჩვენი ისა ამ სურათში და აქ ჩანს ამ სურათში. ხო, ანუ ეს კოორდინატი ხო არის რაღაცა პარამეტრულად რო ავიღოთ 0-დან 1-მდე. აქაც 0-დან 1-მდე. და ეს რო ჩვენ გავამრავლოთ ისა პროექციის მატრიცის შებრუნებულზე, მოგცემს უბრალოდ სხივს, აი აქედან ბოდიში აქედან აქეთ მიმართულს. ესეც სხივს. ასევე ესეც რო გავამრავლოთ ამის შებრუნებულზე, მოგცემს ამას.
ნუ ამას თუ ვიტყვით რომ 0-0-ზე არის, ხო? მაშინ ეს არის რაღაცა კოორდინატზე. და ეს მთელი მუღამი არის რომ ჩვენ აი ეს ტრანსფორმაცია აღმოხსნათ, ანუ ამის მიმართ აი ეს საით წავიდა. ხო? აი ეს გადაადგილება უნდა ამოხსნათ რა, ეს არის ჩვენი ამოცანა. ანუ პოზიცია რამდენად შეიცვალა და ორიენტაცია რამდენად შეიცვალა. ანუ ეს ერთი მატრიცა არის, რაც უნდა ამოიხსნას. ნუ ამ შემთხვევაში რომ გავამარტივებთ და ვიტყვით რომ თქვათ პროექცია არ გვეცვლება, ანუ ეს პირამიდა, ეს ფრუსტუმი არ დიდდება და არ პატარდება ერთი ზომის არის, უბრალოდ გადაადგილდა. ხო? და შესაბამისად ეს თითოეული ესეთი წერტილი თუ გვაძლევს ერთ განტოლებას ამ ტეს ხსნით რა ჩვენ აი ამ მანძილებს და მე რაც უფრო მეტი გვაქვს მოკლედ გამოვრიცხავთ და ბოლოს დავდივართ იმაზე რა ქვია ყველა მნიშვნელობას ამოვხსნით. აი და მოკლედ ეგ მოგცემს რას რომ ანუ ამ ტეებს თუ ამოვხსნით გამოდის რომ ანუ ორივეს ერთად ხსნით რა ფაქტიურად ამას ამოვხსნით ტრანსფორმაციას და ასევე ამ ტეებს ამოვხსნით ამისთვის ამოვხსნით და ამისთვის და ეგ რას მოგცემს ეგ ფაქტიურად მოგცემს რომ ანუ ამისთვის ამ კოორდინატს პირდაპირ აღვადგენთ ვიტყვით რომ ანუ ამის კოორდინატი ვიცით 0-0-ია ხო ვიცით ეს წერტილი სად მდებარეობს საპროექციო სიბრტყეზე ანუ ეს სხივი შეგვიძლია აღვადგინოთ შესაბამისად ეს მანძილი თუ ვიცით ამ სხივს გადავამრავლებთ ამ მანძილზე და ამის კოორდინატს მივიღებთ ხვდები ხო ასევე იქნება ამისთვისაც რა ანუ ამ მანძილს ამოვხსნით იდეაში კამერის ტრანსფორმაცია თუ ამოვხსენი იმ სხივსაც გაიგებ ხო მაგისთვის მინდა ანუ ამ სხივს გავიგებთ ხო უბრალოდ რის თქმა მინდა რომ ეს ამოცანა მთელ ამ ისა განტოლებათა სისტემას ერთად ხსნის და ერთად რო ხსნის ამისი რეზულტატი არის ამის ტრანსფორმაცია პლუს აი ეს კოორდინატები ანუ კოორდინატებს და ტრანსფორმაციებს ერთად აღადგენ მაგის თქმა მინდა ანუ ბაი პროდუქტია რა ანუ გარდა იმისა რომ ხსნი ტრანსფორმაციას ასევე მოყვება კურდაში ეს წერტილები რა ეხლა ნახოთ მაგისთვის ეხლა სპეციალურად ამ structure for motion-ისთვის მაგალითად არსებობს ერთი ეგეთი ძალიან ესე ვთქვათ ცნობილი ბიბლიოთეკა Colmap-ი ქვია რა და ეს Colmap-ი ხსნის ამ structure for motion ამოცანას ძალიან ზოგადად ხსნის სხვადასხვა ანუ ზოგად ამოცანას ხსნის შეგიძლია ნახო open source-ი არის და მოდი აი უბრალოდ შეგვიძლია გადავიდეთ რელიზებში და ვნახოთ რა შვება. აი აქ არის სიტყვაზე, აი ეს გადმოვწეროთ. და ცადოთ გატესტვა. CUDA-ს და CPU-ს ხარეს ბილდები ცალ-ცალკე აქვს თუ როგორ ასე? ალბათ. ეგრე აღმოჩნდა. ხო. ნუ ამას მოყვება UI და შეგიძლია ასევე command line-ითაც ანუ თუ პროგრამიდან გინდა რომ გამოიძახო ძალიან მოსახერხებელია ანუ ისეთ command line tool-იდანაც შეგიძლია გამოიძახო და ნუ მოკლედ რა ძალიან ბევრი სხვა პროგრამა რომელიც ამ structure for motions იყენებს ბევრი იყენებს ამას ყოველ შემთხვევაში research-ის პროგრამებზე მაქვს რა ლაპარაკი იმიტომ რომ რაღაც state of the art არის რა კარგად გატესტილი და ვთქვათ როცა რაღაცებს აუმჯობესებენ ხშირად რეფერენსად მოყავთ რომ აი Colmap-თან ადარებენ რომ აი Colmap-ის იმას ხარისხთან შედარებით როგორია რა შვება რაღაცას ძალიან ჩაფიქრდა
არ ვიცი ამდენ ხანი თუ უნდა უნდებოდეს, მაგრამ რაღაცას მგონი ითვლიდა და მე კიდე გავთიშე. აი თავიდან ვცადოთ. ასაკეთებს ამდენს. დიდად არაფერი არ იყენებს მაინც და მაინც რესურსს, მაგრამ ნეტა ხო არ დაიმახსოვრა იმის პოზიცია სადმე მას ინი ფაილი ან რაღაცა კაი მოდი მაშინ გავანებოთ ამას თუ ვერ ითვლის თუ ვერ ხსნის და მეორეს გაჩვენებ ხო კაი მოდი ცოტა ხანი გავანებოთ დაველოდოთ იყოს გახსნის შეიძლება რავი გახსნას ბოლოს და თუ არა და რატო ვერ გახსნა ამდენი ხანი არ ვიცი. რაღაცა UI უნდა გახსნას, ხო? ხო, UI უნდა გახსნას და მაგიტომ ვერ გავიგე. არა და მქონდა გავხსენი წინაზე და ეხლა რა დაემართა ვერ მივხვდი. მოიცა აბა ერთი წინა ვერსიას გადმოვწერ, შეიძლება რამე ვერსიაში არ მოსწონს ვითომ? так, გადავიდეთ აქეთ. არ მახსოვს რომელი. მაგრამ ორი კვირის წინ და აშკარად ეს გავტესტე მეც. კუდას ვერსია ხო არ გავუშვი? კუდას ვერსია გავუშვი. ხა არ გადმოვწერე კუდას ვერსია? მე მგონი არა. ვითომ? ეხლაც არ მოგა კუდას ვერსია. მე კუდა ქვია მეორეს ნოუკუდა. პოს ხო, კაი. ჩემი შეცდომა. ერთი ზამით. და განსხვავება რატო არის და შეიძლება просто ნელი არის. არ ვიცი. ხო. უნდა ირთვებოდეს. ხო, კაი, მოდი თან გადმოწეს, თან ვილაპარაკებ. ესე იგი, ხო, ნუ ამის მუღამი რა არის? რომ პირდაპირ რაც ეხლა მე ავწერე პროცესი მოკლედ, მაგას აკეთებს, ნუ უფრო ოპტიმიზაციები აქვს, რაღაც რა თქმა უნდა brute force-ით შეიძლება რაღაცებს არ ითვლის, რაღაც ფიჩერები აქვს, რომ შეგიძლია თქვა მასკები დააყენო სურათებზე, ისე დაითვალო, ან მოკლედ რა, უფრო დახვეწილი თულია რა. რეალურად იგივეს გაკეთება, შენ შეგიძლია OpenCV-ზე, ანუ პირდაპირ ეს ყველაფერი დაწერო, ანუ ჩვეულებრივ ამ იმას ამოხსნი რა, ამოცანას. უბრალოდ იქ შენ ხელით მოგიწევს ყველაფრის კეთება, რაღაცა რა ვიცი. შეცდომების გაფილტრვა და ასე შემდეგ რა. ესეც წავშალოთ. და ნუ ეს უფრო ის არის, გასალაშინებული თულია რა. გატესტილი და რამე. მიდი. არ დაგვავალატო. იმდენი ვაქე ბოლოს რომ რაღაცა ეწყი. რაღაც მოიცა ერთი წამი, მაგრამ ეხა ეკრანი რო გადავართ. შეიძლება მაგაზე აერიოს? აუ ეს ხო არ ბლოკავს, ეს ეშვება ეს. ამას ეხა ვერ გამგავთიშავან არა.
კაი, მოგლეთ. დავიწყოთ ცოტა ხანი. მეორე თულის განახებთ, რომელიც იგივე საკეთებს. ხო, მოგლეთ ეს call-map-ი ითვლის მაგას, როგორც გითხარით და დაახლოებით მოდი აი აქ განახებთ პირდაპირ ტუტორიალი იქნება. call-map. ხო, აი მაგალითად, ნახოთ ეს. Hi everyone and welcome to the program. მოგლეთ ესეთი პროგრამა არის. გახსნი სურათებს ეს რომელი წლის 7 წლის წინანდელი არ გვინდა მოიცა ცოტა ახალი ნახოთ ტუტორიალ 7 წელი მაინც და მაინც ბევრი არ იყენებს დღეს How to use call-map. Geniali. Mummi, miksi sinulla on noin suuret kädet? Ihan tavalliset kädet. Mummi, miksi sinulla on noin suuret korvat? Mummi, miksi sinulla on noin suuri lusikka? Jotta voisin syödä tuota valio-jogurttihedelmäpomlia. Arjen klassikko. Valio-jogurtti. Avaskara, tämä on ragazzetti uberos. Homer call-map-თან რა შუაშია მაგას ვერ მივხვდი. აზიარო. კაი, მოკლედ, ხო. სურათებს ნიშნავს workspace ქმნი, მოკლედ სურათებს უთითებ და ირჩევ короче, მაინც რთული რაღაცებს ჩალიჩობს ეს. არ მინდა. კაი, მოკლედ დაიგიდეთ რა. მე რაღაცნაირად ვეცდები გავუშვა კიდე თუ არ გაეშვა და მაშინ არ გვინდა აი პოსტში განახეთ პირდაპირ დაახლოებით იგივე შევ просто ეს პირდაპირ იმას აკეთებს გაუსის მეთოდს მაგრამ სანამ გაუსამდე მივა იმასაც აკეთებს ასე რომ ნუ короче წავა რა მოდი აი მაგალითად ავიღოთ სურათები აი რამოდენიმე სურათი სიტყვაზე აი ეს არის საკმაოდ ბევრი 130 სურათია. ნუ ეს პირდაპირ სპლეტს ითვლის, ახლა სპლეტზე ცოტა მე ვილაპარაკებთ, მაგრამ ბარემ მოდი გავუშვათ და თან იმასაც ვნახავთ. ნუ აქ ირჩევ რომელი მეთოდით დაითვალოს, მთელი ამბავი და აქ advanced-ში რო შედიხარ, აქ ნახულობ, რომ ამოხსნას თუ არა საფოკუსე მანძილი. ანუ ზუმი აქვს თუ არა სურათებს. ანუ შეგიძლია ისეთი სურათები მისცე, სადაც ზუმი იცვლება რა სურათთან სურათზე. მაგრამ ახლა ამ შემთხვევაში ვიცი რომ არ იცვლება. ფიქსირებული იდეაში საფოკუსე მანძილი შეუძლია მეტადად გამოიყენოს. ხო, ანუ თუ ის იმასაც ჩასვავს ამ გამოთვლის პროცესში ამ ის განტოლებებს რასაც აღადგენს და შესაბამისად იმასაც მიუახლოვდება რა. მაგრამ პროექციის მატრიცაში ხო ჯდება ეს საფოკუსე მანძილი. და ანუ მაგასაც ამოხსნის, მაგრამ ნუ ეგო ცოტა უფრო ართულებს რა და თუ იდეაში არ გეცვლება, ეს ხო მაინც მიახლოვებულს ითვლის და ჯობია რომ დააფიქსირო, იმიტომ რომ შეიძლება რაღაც სტომებები მოგცე. იდეაში ახლა რა დავფიქრდი, ეგ ალბათ საჭიროა ხოლმე, იმიტომ რომ ესა ლინზების დიდ ნაწილს ფოკუს ბრეზინგი აქვს. შეიძლება სიტყვაზე 50 მმ-იანი ჩაგიწეროს მეტადადაში, მაგრამ ახლა უსაული მაგალითად არა, ეგ არა, ანუ ამ შემთხვევაში უყურე უთითებ, რომ ერთი და იგივე ლინზაა და ერთი და იგივე, ანუ ეს მაინც ამოხსნის ამ საფოკუსე მანძილს. ყველა სურათისთვის ვაფიქსირებ, რომ ყველა სურათისთვის ერთი და იგივეა რა, ანუ არ ზუმავ სურათს. ხო, და ნუ მაგის მონიშნა გააჩნია ხო. სიტუაციას ხო, ანუ ეხლა მე ამ სურათები რაც მოვნიშნე, აქ ვიცი რომ არ ზუმავ რა, მაგიტომ მოვნიშნე, თორე ისე გამართულია არა, მარტო არ ზუმავ არ მიგულისხმია, ანუ რა მიგულისხმია, იცი? ზოგჯერ ანუ ლინზების დიდ ნაწილზე განსაკუთრებით ახლოს თუ აფოკუსებ მაგალითად. ხო. საფოკუსე მანძილს კარგავ ხოლმე, ანუ ეს ფოკუს ბრეზინგს. სიტყვაზე 50 მმ-იანი პრაიმია, მაგრამ
რაღაცა 45 სანტიმეტრზე რო აფოკუსებ, მაგ დროს ისედაც რომ ფუჭდება რა. ისედაც რომ დაფიქრდე რა, მიხვდები რომ გეომეტრიულადაც რთულდება ამოცანა, როცა დიდი ზუმი გაქვს რა. ანუ, იმიტომ რომ ეს ორიჯინი გადადის შორს რა, მოკლედ რთული ამოცანა, უფრო მეტი ოპტიმიზაცია გჭირდება, ვიდრე როცა ისა გაქვს რა, ანუ აი რო წარმოიდგინო, აი ეს რო წარმოიდგინო, ხო? აი ამას რომ მოვუკიდო მე ხელი და ესე რომ გავამოძრაო, ხო? აი ესენი ხო სულ ყველანი წაინაცვლებენ ცოტათი, ხო? ანუ ფაქტიურად ამისი პატარა ცდომილება მე აქ მომცემს რაღაცა ცდომილებას. ასევე არის აი კამერას რომ მოვუკიდო ხელი ახლა და ესე რომ გავამოძრაო, ესენი ხო გამოძრავდება. ანუ რაღაც ცდომილებას მომცემს. წარმოიდგინე ეგ როცა დაზუმული მაქვს, ბევრად დიდი მექნება ეგ ცდომილება. არა, მაგას არ გულისხმობდი, ანუ სულ რო ზუმი არ გქონდეს ლინზაზე თქო, ეს ხედვის კუთხე ყოველთვის ფიქსირებული არ გაქვს. ანუ იდეალურ სამყაროში უნდა გქონდეს ახლა რაღაცა 30 მმ-იანი აწერია, უნდა იყოს 50 მმ-იანი ყველა საფუძვლზე მანძილზე, მაგრამ დიშვიათია მესმის, ანუ ეს მაინც ამოხსნის, ეს მაინც, რა თქმა უნდა, ეს მაინც ამოხსნის მაგას, ანუ შეიძლება შენ გონია რომ 50-ზე გიყენია და ამან ამოხსნას, რავი, 48 და რაღაცა სიტყვაზე, რა ვიცი, თვითონ გამოთვლის რა. მაგისი ამონახსნი შეიძლება უფრო ახლოს იყოს რეალობასთან, რაც აწერია. ხო, ნუ მოკლედ ეხა რას იზავს? აი ყური აქ რომ დააკვირდები, ჩერებს იღებს სურათებიდან რა. და ანუ უნდა ამოიღოს რაღაცა დიდი რაოდენობის ყველა სურათებს უნდა გადაუაროს მოკლედ აი 130 სურათს და 130 სურათისთვის ყველადან ეს ფიჩერები დააფიქსიროს. ახლა ეს SIFT-ს ალბათ არ იყენებს, იმიტომ რომ სხვა დესკრიპტორებიც არსებობს. მაგრამ ნუ არა აქვს მაგას კონკრეტულად მნიშვნელობა, რაღაც ფიჩერებს მოძებნის ამ სურათებზე და ეხლა მე უნდა დამეჩოს ესენი ერთმანეთთან. ანუ დამეჩვა არის 2D თემა რა. ყურე ხა ნახე რეგისტრაციას რო აკეთებს 6-7, ეს უკვე თან მეჩავს და თან ხსნის ამ ამოცანას რა იტერაციულად. და ხედავ რომ ანუ ეს ანუ როცა ეს 19 სურათი 130-დან ხედავ ამოხსნა და ანუ რაც მეტს ხსნის, მეტი ეს წერტილები მიჩნდება რა აქ. ანუ ეს წერტილები არის რეალურად ის წერტილები, რომლების ორგანზომილებაში მონიშნა, რომელზეც ეს დესკრიპტორები ქონდა მიბმული. ანუ ესენი ფაქტიურად ხურდაში მოყვა რა, ანუ ეს ახლა ითვლის ამ კამერების ორიენტაციებს რეალურად. ეს წერტილები ამას ნაკლებად ჭირდება. ანუ ეგ არ არის მაგისი მიზანი ეს ამ წერტილების მიღება. უბრალოდ კამერების ორიენტაციებს ითვლის და ხურდაში მოყვება ეს წერტილები და თან უბრალოდ გაჩვენებს რომ მიხვდე სადა ვართ და სად რამდენი წერტილი დასვა რა. თქვათ ეხლა გარშემო უვლი ეს კამერით და თქვათ აი ეს ეკლესია არის, სადაც ეს ივსება ნენელა რომ აი აქეთ ახალი სურათები დაემატა, ახალი წერტილები ამოიხსნა. ხო, ნუ ეხლა რამდენზეა 86. ანუ რეალურად ის რაც კოლმეპი რაც არ გაიხსნა, აი ზუსტად ამას აკეთებს რა, ანუ არაფრით არ განსხვავდება. უბრალოდ ის მარტო ამას აკეთებს, ანუ ამ ორიენტაციას ხსნის და ეხლა ეს პოსტ-შოტი გაუსის სპლეტინგის ის არის რა, თულია და ამას რომ მორჩება, მერე გაუსის სპლეტინგი ეშვება. უბრალოდ ეს პირველი ეტაპია. შენ შეგიძლია მაგათად კოლმეპით დაითვალო, ეს bundle adjustments ეძახიან ამ ამოცანას, როცა კამერის ტრანსფორმაციებს ითვლი. და ეს ეტაპი შეგიძლია კოლმეპით დაითვალო, შეგიძლია სხვა თულს დაათვლებინო და ისე გააკეთო რა. როგორც წესი უფრო თავსებადები არიან ხოლმე რა. შეგიძლია მისცე წინასწარ გამოთვლილები და უთხრა რომ ეხლა ესენი გამოიყენე. აღარ დაითვალო თავიდან. იმიტომ რომ ნუ ხო ხედავ თლათ მარტივი პროცესი არ არის, რაღაც დრო სჭირდება. 2 წუთი ნახევარი მოუნდა ფაქტიურად რა ამის დათვლას. ახლა მორჩა მაგის გამოთვლას და ეხლა იწყებს გაუსის სპლეტინგის ამოცანას. ანუ გაუსის სპლეტინგის ამოცანა უკვე მას მერე ეშვება, როცა ორიენტაციები იცის. ანუ წინასწარ განსაზღვრა სად მდებარეობს კამერები ერთმანეთთან მიმართებაში რა.
და უკვე ოპტიმიზაციის ის ეშვება შემდეგი ეტაპზე რა. ხო, ну აი ესეთი რაღაცა მივიღეთ. ну ეხლა ეს ითვლის იტერაციების რაოდენობაა რა. ამან დაითვალოს 20000 იტერაცია. Default 30 იყო, ეხლა დაუკელი ცოტა. ეხლა არის 4-ზე ჯერ 3 და 7-ზე. და მოკლედ ნელა ამ გაუსებს მიწევს მოწევს და საბოლოო ჯამში იტერაციულად მიუახლოვდება ამ იმას რა, საბოლოო ამონახს. ну ეხლა ისე გამოვიდა გაუსებზე ბოლოს ვაპირებდი, ну რახან ბარემ ვიყვეთ და ვილაპარაკოთ რა. ანუ ხო რას ანუ როგორც თქვი, ესე იგი გაუსის მეთოდები როგორ აკეთებს, ანუ გაქვს აი ეს პრიმიტივები, რომელსაც გაუსის კერნელი არის რა, მოკლედ ესეთი სამგანზომილებიანი, აი ესეთი რაღაც ფორმა აქვს, ხო, მრგვალი და ამ კერნელები ცდილობს, რაღაც რაოდენობა კერნელები ცდილობს შენ გამოსახულებას მიუახლოვდეს. ანუ სცენაში ისე განათავს, რომ მე როდესაც ამ სცენას ამ კამერიდან შეხედავ, ამ კამერიდან და ამ კამერიდან ამ საწყის გამოსახულებებს დაემთხვეს. და ეხლა ვნახავთ რას გულისხმობ. უყურე რომ გადავალ image set-ში. აი ხედავ იმ კამერებს, რომლებიც იყო მოცემული, რომელიც მივეცი. მაგრამ აქ მე ჩემ სურათებს კი არ ვხედავ, რომელიც მე მივეცი. აქ ვხედავ იმ სცენას, რომელიც ამან აღადგინა სამგანზომილებაში. ხო, და რომელიც შემდეგ დაარენდერა ამ კამერის ორიენტაციიდან. და აი აქ ხედავ, რომ მაგათად ხალხი, რომლებიც მოძრაობდნენ, რომელიც არ ემთხვევა ერთი სურათიდან მეორეზე, ან რომელიც დინამიური ნაწილია რა, ეს ფაქტურად შეცდომაა, აი ეგ ძალიან დიდი ხმაური მაქვს, იმიტომ რომ ამას ვერაფერს ვერ უშვება. რაღაცნაირად ცდილობს ამოხსნას, მაგრამ ვერა. ანუ სადაც უფრო სტატიკური ნაწილია, იქ იმდენად პრობლემა არ აქვს. და ანუ ესე შემიძლია გადავიდე მაგალითად ყველა სურათზე და ვნახო აი გარშემო ყველა სურათიდან ეს ჩემი სპლეტები როგორ ჩანან. და ნუ მოკლედ საკმაოდ ისია, ახლა ამას აი ეს რაღაცნაირად რო რეფრეშდება სპლეტები. ამას აქ ესეთი ეტაპები აქვს რა, როდესაც რაღაც დიდი რაოდენობის ახალ სპლეტებს ამატებს და თავიდან იწყებს იმას რა. ანუ ტრეინინგს რო აკეთებს რა, ეს განსხვავებები არის მოკლედ მნიშვნელოვანი. ანუ ამ სურათს რო დაარენდერებს, ამაში ადარებს იმ რეფერენს სურათს, ჩემს მიცემულს. ზუსტად სადაც ეს კადრი ჩანს რა. და დაითვლის განსხვავებას. ეს განსხვავება აძლევს შეცდომას. ანუ ეუბნება, რომ აი აქ რაღაცა არ ემთხვევა. ანუ ვერ ითვლი რა, კარგად. და ის ამითი ნეირონული ქსელი ხვდება, რომ ის გაუსები, რომელიც აქ აქვს, სადღაც განლაგებული რა, უნდა ისე გაწიოს, გამოწიოს, რომ ანუ აქ მიუახლოვდეს უკეთესად. ხო? ოღონდ მარტო აქ კი არ უნდა მიუახლოვდეს, ანუ ყველა სურათში, სადაც ეს გაუსი ჩანს, ეს პრიმიტივები. ყველგან უნდა უკეთესობისკენ წაიყვანოს რა. ეგ არის მთელი ის ამ იტერაციული პროცესის ამოცანა რა. ხო და ამას რო აკეთებს ეს განსხვავება ან თავიდან სწრაფად ეცემა, აი ხო ნახეთ პირველი 2-3 იტერაცია რო 2-3000 იტერაცია რო გააკეთა, უკვე საკმაოდ ნორმალურ შედეგზე გავიდა და მერე უკვე შეცდომა ნელა ძალიან ნელა იკლებს. და მერე ცდილობს რომ დიდი წაძვრები გაუკეთოს ეტაპობრივად, რომ ეს პროცესი რა რაღაცად გამოაფხიზნოს და თუ ლოკალურ მინიმუმებს რო გადავა. ლოკალურ მინიმუმში თუ ჩავარდა რა ამონახსნი, რომ იქიდან ამისცეს შანსი რომ ამოაგდოს რა, რომ უკეთესი რაღაც იპოვოს. ხო, და ანუ ესე რომ გადადიხარ, ხო, ამ კამერებით გადადიხარ და თითოეულ კადრზე ასევე შეგიძლია უბრალოდ მიიხედო რა. ეხლა ნახავ რომ აქეთ რეალურად აქ შეიძლება ძალიან კარგად ემთხვევა, მაგრამ ну აქეთ ნახავ რომ უკან არაფერი საინტერესო კადრია. ხო, არა, უკან არ არის, მაგრამ აი სიტყვაზე ეხლა ესე ორჯერ რომ დავაკლიკებ ამ ადგილის მიმართ შემიძლია დავატრიალო რა.
ნახავ რომ აი ბევრი რაღაც გაუსები შიგნით არიან რა გეომეტრიის შიგნით. ნუ ეგეც რეალურად იმის პრობლემაა რომ მოკლედ ან საკმარისი სურათები არ აქვს, ან ხარისხი არ აქვს, მაგრამ ზოგადად ეს გაუსების პრობლემა არის. ხა სხვა ვარიანტებიც დავატრენინგოთ და მოდი ეს დავაპაუზოთ, აღარ გვინდა მეტი დეტალურად გამოთვლა, საკმაოდ კარგად არის ახლა. ანუ აი მაგათად ნახავ, ამას ეძახიან ფლოუტერებს რა, ანუ რაღაცა გაუსების პრიმიტივები, რომელიც რაღაც ჰაერში გამოკიდა რა, რაც რეალურად მანდ არ უნდა იყოს. აი მას მაგალითად ქონდა ეგეთი ისა ვარიანტი ამ მოხსნის, ახლა თავი ნახო არ გავუშვებ უბრალოდ, რომ აი აქ უყურე მე შემილია უთხრა create sky model და რას აკეთებს იცი? ამის გარშემო, აი ახლა ეს ხო რაღაც სხვადასხვა დისტანციებზე ზის. ანუ რაღაცა მანძილით, თანაბარი მანძილით, მოკლედ რაღაც გაუსებს შორს გაწევს და აი ეს ცა მაგალითად ხო, ცას ცოტა უშველის, აი ესენი რო აქ ზოგი ძალიან ახლოს არის, აი გუმბათთან ახლოს, ხო? აი მე შეიძლება უშველოს და უფრო შორს გაწიოს რა, იმის მაგერად რო ახლოს იყოს ჩამოკიდებული. კიდე არის ეგეთი, ანუ ეს რეალურად არის ამას ეძახიან რეგულაციებს რა, როდესაც აი ეს ტრეინინგის კოდი სადაც წერია, იქ ეუბნები შენ, რომ მაგათად ჯარიმები უნდა დაუწესო რა, ჯარიმებს უწესებ თუ ეს გაუსის ისა სადღაც შიგნით არის და დიდად არაფერი, ანუ საერთოდ მაგათად ამოძრავებ ამ გაუსს რა, შიგნით. საერთოდ უნდა წაიღო დიდად შეცდომაზე არ მოქმედებს რა, იმიტომ რომ საერთოდ არ ჩანს შიგნით არის. სხვა რაღაცა და ფარავს სიტყვას. ხო, მთლიანად სხვა რაღაცა ფარავს და ძალიან ის არის რა, ცოტა განსხვავებას იძლევა საბოლოო იმაზე და ეგ შენ იდეაში არ გაწყობს. ასევე ზოგი არის რომ აი დისტანციას ითვლის პირველი კვეთრი დისტანცია სად არის და ცდილობს იმის უკანა გაუსები ზემოთ ამოწიოს ამასთან ახლოს ამ პირველ ზედაპირთან და ნუ აი ესეთი რაღაც ხრიკები არის რა, რომლებსაც მე ხმარობენ, ნუ სხვადასხვა მეთოდები არსებობს. ხო, მაგრამ ნუ ყველაზე კარგი ვარიანტი, რომ ეგეთი რაღაცები გამორიცხვარი, ყველა მხრიდან რომ გადაიღო. აი ხა მაგალითად მე რომ მქონდეს კადრები, რომელიც შიგნიდანაც იღებს ამ ეკლესიას, ხო? ამ კედლის მეორე მხრიდან. ის უბრალოდ გაართულებს რა გაუსის შიგნით მოქცევას. იმიტომ რომ ნუ უბრალოდ პრობლემა იქნება რა. ანუ ოპტიმიზაციას ხელს შეუშლის. აი ხა მაგალითად ერთი საინტერესო ვარიანტი რომ ნახოთ. აი მოდი ეს არის თუ არ ცდები? ხო, აი მოდი აი ეს ვნახოთ. და ცოტა დაბალი რაოდენობა გავაკეთოთ, მაინც ნუ კაი, ბოლოს თუ არა და გავთიშავ. აქაც ერთი და იგივე ლინზა გვაქვს. ხო, ახლა თავიდან გააკეთებს იმ სურათების ერთმანეთთან ორიენტაციას დაითვლის და მთელი ამბავი. თუ არა და პრინციპში მოდი აქ უკვე მაქვს ეგ დათვლილი და აქ ბუქმარკებში გავხსნი viewers, არის ესეთი viewer-ი, რომელიც შეგიძლია გამოიყენო და გავხსნათ tgs-ი output desk არა მოიცა და desk ერთი იყოს. ხო. კარამაკეს გაუსი output-ი desk-ი
მოდი ეს დავაპაუზოთ. თუ რა პრინციპში დაითვალოს არ მიშლის. ხო. ახლა ნახოთ აქ რა ხდება. აი ესეთი გაუსი გვაქვს რა. ესეთი სპლეტი გვაქვს და რა ფუნდამენტური პრობლემა აქვს ამას რა გაუსის სპლეტს, ანუ ეს იყენებს რასტერიზაციის მეთოდს სახატავად და ეხლა თითოეული გაუსის პრიმიტივს ახასიათებს, ესე იგი, ფერი და გამჭვირვალობა, რომელიც არის სფერიკალ ჰარმონიკით აღწერილი რა. და რას ნიშნავს, რომ შეიძლება სხვადასხვა გამჭვირვალობა ქონდეს სხვადასხვა მხრიდან. ანუ შეიძლება დაუკლოს სფერიკალ ჰარმონიკის კოეფიციენტს და უთხრა, რომ მოდი ერთი ფერი და ერთი გამჭვირვალობა ქონდეს და ყველა მხრიდან ერთი ფერი გამოჩნდება ეს პრიმიტივი და ყველა მხრიდან ერთი გამჭვირვალობის. მაგრამ ნუ გაუჭირდება რა ამითი უფრო სცენების აღწერა. უფრო მეტ თავისუფლებას აძლევ თუ ეუნები რომ ქონდეს უფრო ესე ვთქვათ უფრო flexible, ანუ იყავი მოქნილი, რომ ეს სცენა აღწერო. აი და განსაკუთრებით ეხმარება ეგ, როცა სპეკულარული მასალების აღწერას ცდილობს. აი მაგალითად, ხა ეს წიგნი აქ უნდა პრიალებდეს და აი თქვათ აი ეს გამადიდებელი შუშა ეგ ჩანს შიგნით. ხო, ეს ახლა იმიტომ ჩანს, რომ შეიძლება შიგნით გეომეტრია შექმნა, შეიძლება იმიტომ ჩანს, რომ სფერიკალ ჰარმონიკი გამოიყენა რა. ანუ ხან ისე აკეთებს, ხან ესე, როგორც ჩათვლის ოპტიმიზაციის მეთოდი ფაქტიურად. მაგრამ აი რა არის ფუნდამენტალური პრობლემა, რას ვერ გააკეთებს. მაგას არ შეუძლია გააკეთოს რეფრაქცია. ანუ აი ხო გვაქვს ეს შუშა, რომელიც სხივს გადატეხავს. მაგრამ რენდერერი, რომელიც ამ გაუსის სპლეტებს არენდერებს, ის უბრალოდ სპლეტინგს აკეთებს, ანუ იღებს ამ პრიმიტივს და ამ ეკრანზე ატყებებს რა. ანუ უბრალოდ პროექციას ითვლის, არაფერი რეფრაქცია იქ არ ხდება. შესაბამისად, თვითონ რენდერერში არ არის გათვალისწინებული რეფრაქცია რა. მაგრამ რახან ოპტიმიზაციის მეთოდი პირდაპირ ცდილობს სურათთან ოპტიმიზაცია გააკეთოს, ის მიუხედავად იმისა, რომ რენდერერი არ აკეთებს ოპტიმიზაციას, ის მაინც ეცდება, რომ რაღაცნაირად ისე განალაგოს ეს სპლეტები სივრცულად, რომ ამ პირდაპირი პროექციით თუნდაც მაინც რაღაცნაირად მიუახლოვდეს ამ თავის რეფერენს სურათებს რა. და ეხლა მაგალითად აქ ნახავთ ეგეთ ეფექტს, რომ ეს გამადიდებელი შუშაში, ეს ბიუსტი, რომელიც აქ არის, ეს გამადიდებელი შუშაში ჩანს. და თითქოს ნახავ, რომ აი ყურე გადიდებულად ხედავ რა ამ ბიუსტს. ხედავ ხო? ანუ გადიდებულად ჩანს, მაგრამ თითქოს მუშაობს, მაგრამ თან გაორებული. ხო, თითქოს მუშაობს, მაგრამ ძალიან პრობლემა აქვს რა. აი მაგალითად კიდე რა პრობლემა არის. ახლა ხედავ, რომ აი აქ არის ანარეკლი. და ანუ ანარეკლი როგორც ესეთი, ხო, radiance fields განმარტებული არა. ჩვენ ხო აქ არა გვაქვს რაღაცა არეკვლის ფუნქცია ან რაღაც ესეთი. ჩვენ უბრალოდ სივრცეში გამჭვირვალე დაკიდებული ეს გაუსის პრიმიტივები გვაქვს, ხო? ანუ ანარეკლი როგორ დასვას განსაკუთრებით ეს არ არის სიბრტყული ანარეკლი, ამას რაღაც ამოზნექილი ფორმა აქვს, ხო? და ანუ რას აკეთებს, ანუ ამას მოუძებნა სივრცეში ადგილი, სადღაც აქეთ უკან. აი ყურე, ხედავ, აი ჰაერში დევს მოსადღაც. ხო. და შემდეგ ცდილობს, ანუ თუ მე სურათი მექნება სიტყვაზე აქედან, მე არ მინდა რომ ამას ვხედავდე, ხო? იმიტომ რომ იმ სურათში შეცდომას მომცემს და ოპტიმიზაცია მიხვდება, რომ რაღაცა პრობლემაა. მაგრამ ოპტიმიზაცია რას იზავს? ოპტიმიზაცია ეცდება, რომ ამ მხარეს ტრანსპარენსი დაუწიოს ამ ჩემს გაუსს. ხდები? ანუ ეს მაინც აქ იქნება, ეს გაუსის პრიმიტივი. უბრალოდ ამ კუთხიდან მაღალი ტრანსფერენსი ექნება და ეცდება რომ ამ სფერიკალ ჰარმონიკის კოეფიციენტში ჩასვას ისე, რომ აქედან გამჭვირვალე იყოს და აქედან ჩანდეს. ასევეა ესეც, აი წინა იმას თუ დააკვირდები, წინა ანარეკლს ეს არის უფრო მაღალი შემდეგი არეკვლა, რა აი ამ შუშაში ესე დაეცა, მერე კიდე დაეცა და მერე აირეკლა და მოხვდა შუშას და მოხვდა ფანჯარას. ეს რეალურად ზის წინ, აი აქ, ხედავ ხო? ანუ იმის წინ არის საერთოდ რა. წინ არის და ამასაც უზის ანუ სფერიკალ ჰარმონიკში წერია რომ აქეთ ამ მხრიდან გამჭვირვალე იყავი და წინიდან რომ დაინახავ
ჩანს. და ანუ აი ეგ ნახე რამდენი პრიმიტივია, რომელიც აი რაღაცნაირად წვალობენ, მოკლედ რომ აი ეს აღადგინო, იმიტომ რომ ახლა აქ არ ჩანს სურათები, მაგრამ რეალურად ამ სპლეტში ბევრი კამერებია რა, რომელიც ამ გამადიდებელი შუშის წინ ზის. ბევრი სურათებია რა და ანუ ვერ უგულებელყოფს რა, მაინც რაღაცნაირად უნდა დააკმაყოფილოს რა ეს შეცდომები უნდა დაუწიოს რა. და მოკლედ მაგის გამო აი ეგ ჩასვა უამრავი სპლეტები, აი ეგ ჩანს ხო, აი ამის წინ უამრავი პატარა სპლეტები ზის და ამის უკანაც უამრავი პატარა სპლეტები ზის და ამათი მთელი დანიშნულება არის, რომ რაღაცნაირად ეს რეფრაქცია მიამგვანონ და აღწევენ რა. ნუ მოკლედ კატასტროფა არის რა. ამიტომ გაუსის სპლეტები რამდენად კარგად მუშაობს დიფუზიურ ზედაპირებზე, იმდენად სპეკულარულებზე ვერ მუშაობს და ანუ ყოველ შემთხვევაში ისე ვერ მუშაობს, როგორც შეიძლება შენ რაღაც ინტუიტიურად ელოდები, რომ იმუშავებს. ესეთ რაღაცა გვერდით გზებს პოულობს რა, ოპტიმიზაცია, რომ რაღაცნაირად მაინც მოახერხოს რა. ნუ არის მეთოდები მაგალითად, რომელებიც ცდილობენ, რომ ეს პრობლემა უფრო კარგად მოაგვარონ. განსაკუთრებულად ზედა ახლა რეფრაქციებზე ნაკლებად დააქვთ ხოლმე ყურადღება გამახვილებული, მაგრამ უფრო არის იმაზე ანარეკლებზე, იმიტომ რომ ანარეკლები ყველგან გვხვდება რა ფაქტიურად. ახლა სიტყვაზე რავი, მანქანის დასკანერება ხკინდა, ხო? და ანუ ყველა მანქანა პრიალა არის რა გარედან. და არა, ანუ ყველა დიფუზიური სცენა ყველგან ვერ გექნება, ხო, ცხადია. ნუ აი ესეთი ფუნდამენტალური ისა აქ რა ქვია, ლიმიტაცია ზუსტად იგივეა, ახლა ეგ რო გადავიდეთ, მოდი ეს წავშალოთ და გადავიდეთ ამათ საიტზე, აი ეგ ნახავ ესეთი ლაიბრერია შეგიძლია უამრავი სპლეტები მოძებნო, ძალიან ის არის რა, საინტერესოა, შეგიძლია დაალაგო, აი მაგალითად ეს ძალიან საკაიფო არის. ანუ არ ვიცი ძაღლი რანაირად გააჩერა, ანუ რამდენიმე კამერით გაკეთებული რა. ფაქტია. შეიძლება რაღაცა ოთახში დასვა და ბევრი კამერა როა. და აი აქ ნახავ რომ მარკერები აქვს. სავარაუდოდ ამან ეს ბევრი კამერები ქონდა. ბევრი კამერები ერთმანეთთან დააკალიბრა, ანუ ამასთან ამოხსნა ეს ჰომოგრაფიის ამოცანა, დააკალიბრა და მერე დასვა ეს ძაღლი რა. ანუ მაგის ამოხსნა აღარ უწევს და მაგიტომ უკვე კარგად არის რა ეს კამერები ამოხსნი და ძალიან დეტალური ის არის რა, საკმაოდ დეტალური მოდელია რა. კიდე საკმაოდ დეტალური ერთია და აქ ის რომ ჩვეულებრივი ფოტოსკანერი რო გეცადა და მოდელის დაგენერება, ალბათ მაგარსაში დააგენ. ხო, ნუ რა თქმა უნდა. ხო, ესე ვერ გააჩერებ იმას. ბეწვების გამო არა, ბეწვების გამო უგულეს ხო, ანუ სამგანზომლებიანი სამკუთხედებით მოდელი რო ეწყო. ხო, ნუ მოკლედ ბევრი იყო კარგები, მოიცა. აი რო ნახოთ. რამოდენიმე იყო ძალიან კარგი ხარისხები. ნუ პრინციპში ბევრი არის აქ კაი ხარისხები, მაგრამ უმეტესობა ეს რო დაალაგებ იმის ლაიქების მიხედვით, უმეტესობა კარგი არის. ისიც მაგარი ხარისხი ენჩონ. აი კონკრეტად შეგიძლია ესე იმოძრაო, ნახო, სად რა არის. აი ყველგან იქნება იგივე პრობლემა, სადაც ცდილობს, ანუ რეალურად რახან ამან არის ის BRDF-ი რა არის. აი აქ იყო ერთი ტბა, მოიცადე თუ ნახე. სადღაც იყო ტბა. ესეც ტბა არის, მაგრამ რაც კუნძული იყო თუ რაღაცა. ძალიან კარგად ჩანდა. აი აგერ აი. ანუ რახან არის ის მოკლედ მარტივ გამოსავალს ეცდება რა, რომ იპოვოს რა. აი იმიტომ რომ ანუ მარტივ საპრინციპში სხვა ვარიანტი არც აქვს, ხო? ანუ რახან რასტერიზაციის ნაწილში, ანუ ის უბრალოდ პროექციას აკეთებს.
ხო, რა თქმა უნდა, ანუ აი ჩახვალ ეს ხეები აქ ქვემოთ არიან და ესენი ზემოთ არიან. ნუ მარტო ეგენი კი არ არიან, ანუ მთლიანად ის უკანა ტყე ყველაფერი რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ორმაგად გაქვს. და თან საინტერესო ის არის, რომ ანუ რაღაც ვარიანტში, აი აქ ხედავ ხო, რომ თითქოს წყლის ეფექტი მაინც გაქვს. მაგრამ რეალურად ეგ თვითონ ხეებია ეგეთი. ანუ თვითონ ხეები არის ეგეთი დაღრეცილი იქ რაც აღადგინა რა. მაინც ეფექტური. მაინც ეფექტურია, მაგრამ ხო ანუ და მაგაგები. ნუ არის ახლა მაგის გამო, აი ახლა ეს ხო მაინც ხო მარტივი შემთხვევაა, რატოა მარტივი, იმიტომ რომ ბრტყელი სიბტყე გაქვს, ანუ სიბტყული არ ეკლა. და ამ შემთხვევაში ეგ კარგად მუშაობს. მაგრამ აი ცოტა უკვე თუ გაქვს, ანუ უფრო დაბლარული არ ეკლა, ანუ რაფნესი თუ ცოტა მაღალია და თუ უკვე ბრტყელი აღარ არის, ვსიო, მე ანუ აღარ იცის რა ქნას და რაღაცა სისულელეს იწავს ყოველ. აი აქ მაგალითად ხო? ხედავ ხო ეს ხო არ არის? მან უფრო ეს გამოშვერილი რაღაცები. ხო, ანუ აქ რა უნდა ქნას? აქ უბრალოდ აი შიგნით ეს ფანჯარა რომელიც აქ დგას რა, მეორე მაგნაირი აქ შიგნით გადაიტანა. ხედავ ხო? ანუ რეალურად შენ აქ ამის ანარეგს კი არ ხედავ. მეორე ფანჯარას ხედავ, რომელიც შიგნით არის აქ, რომელიც დაბლარულია. უბრალოდ ესეთი ეფექტი გაქვს. ეხა ეგ რა მინუსი იძლევა? აქ ერთი კარგი მაგალითი იყო მაგის დასანახად, მოიცადე. ეს კი არა. აქ მოდი გადმოვიდეთ უკან. ერთი ძალიან მომეწონა, ერთი ისა სახლი იყო დასკანერებული. მოიცადე. სადაც აქ იყო. მგონი ეს ვითომ აღარ მახსოვს, მაინც ნახოთ. ხო, ეს სახლი მახსოვს. მანე ადრესია. არა, ხო, ეს არ არის ის სახლი, მაგრამ მოიცა თუ ეს არის, რავი, არა, ეს არ არის აშკარად. სხვა არის, მაგრამ ის არანაკლებ კარგია. ეს მგონი. ისე ანარეკლები კი უჭირს, მაგრამ იმ ზაღლის მაგალითს შეხედავ, ეს არის ბეწვები მაგალითად. ხო, ანუ რაში ჯობია რა, ანუ რაშია კარგი? თუ დიფუზიური ზედაპირია და თუ ცოტათი გამჭვირვალე, წვრილი დეტალებია, რაღაც ესეთებია, ანუ ესეც კარგად აკეთეს რა. უბრალოდ ანუ გარდა თუ გადატყდება სხივი, აი ვსიო მანდ უკვე აღარ იცის რა ქნას. ხო, ну, საერთოდ ჯამში მაინც ეს ვიუსინთეზის ამოცანა აქამდე ესე კარგად არ წლებოდა გაუსის მეთოდებამდე რა და ну მაინც გაუსის მეთოდებმა ბევრად იმას აქნა დახვეწა რა. ახლა იქ ნახავ რომ მაგალითად აი ყველაფერი ეს სათამაშოები რაღაცეები რა, ყველაფერი ძალიან საკმაოდ ისია დეტალურად რა. და ну აი ახლა ეს სამზარეულო არის. აქეთ ნახოთ. რაღაცა საძინებელი. ერთი საძინებელი, მეორე საძინებელი და აი ახლა არის საინტერესო, ყურე. აი აქ არის ვაიმე, რაღაცას დავაწერ. ხო, აი სარკეს შეგრე შეიძლება მეორე თაღი დაგხვდეს. ხო, აი ხომ ნახავ. ეს აქ ხო არის სარკე. მაგრამ ეს სარკე გაუჭირდა. რატო გაუჭირდა? ხო, ეს რატო გაუჭირდა? იმიტომ გაუჭირდა, რომ ამ სარკის უკან სიცარიელი არ არის. ხვდები? ანუ ამ სარკის უკან მეორე კედელი უნდა აღადგინოს. და აქ ხო ვერ ჩასვავდა ამ მეორე ოთახს. მაგრამ აქეთ ამ სარკის უკან არ არის არაფერი, ამიტომ უბრალოდ ესე რომ წახვალ, უბრალოდ პორტალია რა, გადიხარ აქეთ, სადაც მეორე ოთახია ესეთი მოტრიალებული რა, გვერდულად. ხედავ ხო? ძალხრივი ოთახია, მაგრამ ხო, ანუ ესეთი საინტერესო გადაწყვეტა. ეხლა რა მინუსი აქვს ამ გადაწყვეტა? რაღაცას დავაწექი და ისე უკან მგონი პრაბელს რო ვაწვევი. მგონი ხო. აი, რა მინუსი აქვს ამას? ამას ის მინუსი აქვს, რომ
აი ეს ობიექტი მაგალითად, ხო, რაც ამის უკან არის. აი ეს ცელოფნის რაღაცა, ხო, შეფუთული რაღაც დევს. ეს ამას რა უყოს, როცა აქედან უყურებ, ესეც ხო იქ მდებარეობს სივრცე, იგი? რა უყოს და ნუ როგორც იქ ვნახეთ იმ შუშის მაგალითზე, უბრალოდ აი ხო ხედავ აქეთ რომ მოვდივა, ნელა გამჭვირვალე ხდება. ანუ ეს აი ამ ადგილას ხო ხედავ. ანუ რაც უფრო, ანუ აქედან რო უყურებ, ანუ აქედან უბრალოდ გამჭვირვალობას გაუკეთა ოპტიმიზაცია, ამ კუთხიდან ისინი გამჭვირვალე ხდება, ნუ ცოტა მაინც შეამჩნევ რო აქ არიან, აი აქ დები ჩანს. მაგრამ ნუ ხო რა, იგივე ვარიანტია ესეც, აი აქ რა. იმიტომ რომ ამ ადგილას რეალურად ვერ ჩასვავს იმ გაუსებს, იმიტომ რომ აქეთ კედელია და სხვა რაღაცეები სჭირდება რა. ნუ მაგრამ ნუ რაღაც ნაწილი სადაც არ აქვს პრობლემა იქ ჩასვა და აქ მეორე საწოლია, მეორე ის არის ყველაფერი, ესეთი პორტალია რა. ხო, ნუ ეგეთ გადაწყვეტებს პოულო რა. ხო, აი რაღაც მომენტებში, როცა აი ძალიან ესე ვთქვათ მაღალია roughness-ი, ანუ სიუხეშის კოეფიციენტი რა, მაშინ შეიძლება მართლა აქ დასვას ეს ის რა ქვია, გაუსი და უბრალოდ ეცადოს რომ ეს ანუ მოუმატოს ინტენსიობა, რომ აი აქედან თუ შევხედავ ამ გაუსს იყოს უფრო ისა მაღალი ინტენსიობის სიტყვაზე და აი აქედან თუ შევხედავ, უკვე ეს გაუსი აღარ იყოს მაღალი ინტენსიობის, ხვდები ხო? აი სიტყვაზე მოდი წარწერასთან ნახოთ, აი თქვა ამ ადგილს უყურებ რა, აქედან თუ შევხედავ, ამან ხო ეს ფანჯარა უნდა აირეკლოს და მაღალი ინტენსიობის უნდა იყოს. მაგრამ აი ცოტა აქედან თუ შევხედავ, აქედან უკვე ნაკლები უნდა იყოს, იმიტომ რომ ფანჯარას აღარ ირეკლავს. ხვდები? მაგრამ ნუ ახლა ხან მოკლედ ეს ხან იმას გაუკეთებს ინტენსიობას ოპტიმიზაციას, ხან გამჭვირვალობას და რაღაცა შუალედს იპოვის რა. ხო, ნუ ესეთი საინტერესო ეს არის რა სცენა. ხო, ამათ ოპტიმიზაციებს საკმაოდ დრო სჭირდება ხოლმე რა, დაახლოებით ალბათ 1 საათი ის იმან აქ ჩასვა ის სცენა, ხოჭა. ან აქედან ალბათ უნდა გავთიშო. ხო, და ესენიც გავთიშოთ და ესენიც გავთიშოთ. ანუ ეს სცენა რაც იქ ვნახეთ, ამანაც ახლა დაითვალა თავიდან. ნუ ის სხვა იმითი იყო. სხვა გამომთვლელით. შეიძლება ამან ცოტა სხვანაირად გააკეთა ოპტიმიზაცია, მაგრამ ნუ პრინციპი არ იცვლება და ამანაც იგივე შეცდომები დაუშვა რა. იგივე პრობლემებია. ზუსტად იგივენაირად ამოხსნა ფაქტიურად, აი ამანაც ეს ანარეკლი აქ ჩასვა და რაღაცეები უკან, აი ეს აქ ჩასვა. ხო, ნუ მოკლედ. გამჭვირვალობას და იმას ეგრე ხსნის რა. ნიუ პიარა და მოდი ესე ვთქვა. ნო. კიდე რა მაქვს აქ ახლა ისეთი საინტერესო. აი ერთ-ერთი პირველი იყო, აი ეს ჩემი მანქანა. მაგრამ ახლა ეს საკმაოდ ბევრი სურათია, შემიძლია დავაკლო და უფრო ნაკლები რაოდენობის მივცე. რაღაცა გამოხშირო ძალიან. მაგრამ ნუ აი აქაც ნახავ რომ ის არის რა იმის გამო რომ ძალიან სპეკულარული ზედაპირები ბევრი აქვს, ანუ უამრავი იმას შექმნის რა, ფლოუტერს რა. ნუ ეხა კიდე მთავარი ის არის მაგალითად რომ დინამიური სცენების ცდილობენ რომ დინამიური სცენები გააკეთონ რაღაცნაირად რა. მაგალითად ერთი ვარიანტი არის რომ ეს ყოველი ანუ თუ გაქვს ბევრი კამერა მართლა ეხა აქ ხო ერთი კამერით ვითვლი, ნუ ერთი კამერით რთულია მაგის გაკეთება, მაგრამ ბევრი კამერა თუ გაქვს რაღაცნაირად ის ექნა რომ ამაში გამოხშირო რა. რა არის აქედან მოძრავი და რა არის სტატიკური და დაყორა ჯგუფებად მოძრავები ცალკე, სტატიკურები ცალკე და სხვანაირი მიდგომებით გააკეთო და ესეთი რაღაცები. ამდენი სურათი გამოვიდა.
36 ძალიან ცოტა 36 არ ვიცი რა სიზავს. ნუ რაღაცა მანქანა არის. ცუდი არ არის 36 სურათისთვის, მაგრამ ცნობა მინიმუმ, არა ხო? მე მგონი სამხარეს ვაფშე არ აქვს. ხო, აქეთ ამ მხრიდან არ მქონდა ბევრი სურათები. ნუ ეხლა იქ სადღაც 150 სურათი მაქვს რა, მაგრამ რახან ვიდეოდან არის. მაგას ის აქვს, რომ ბევრი არის ძალიან ახლო თქვენეთ. ჯობია ვთქვათ, სურათებად გადაიღო და ეცადო რომ ყველა კუთხე დაფარო. ხვდი? მეტნაკლებად უფრო თანაბრად რა, როცა ესე იღებ გარშემო. ვიდრე ნუ სურათებიდან ფაქტიურად რაღაც ერთ ჩანს, აი ერთ იმას მიუყვები რა ზოლს. და ამ შემთხვევაში აი ქვემოდან არ მაქვს სურათები და ზემოდან არ მაქვს სურათები და მაგიტო ეს ზედა ნაწილი საერთოდ ის არის რა. მაგრამ აი შუშის ანარეკლებს ვერაფერს ვერ უშვება. ეხლა აქ რო გადავიდეთ და ვნახოთ იმ სურათები. აი ხა ნახულობ მაგალითად რომ აი ამ ადგილას ხო თითქოს რაღაც ანარეკლი გააკეთე, ხო? აქ რაღაც სახლს ირეკლავს, აქ ხეებს ირეკლავს, აქ ცას ირეკლავს. და რომ ნახავ რეალურად რას ირეკლავს. ნახავ რომ ესენი შიგნით არიან. ფლოუტერებია შიგნით. ანუ რამდენადაც ვითომ კარგია, სინამდვილეში უფრო მეტ პრობლემას ქმნის ეგ ვიდრე რაღაც სიკეთეს რა. ანუ აი ყველა სურათზე ფაქტიურად რაღაცნაირად მიუახლოვდა ამ იმას სურათს ყველა კამერაზე თითქოს ცუდი არ არის. მაგრამ სულ ფლოუტერები ჩასვა ყველგან. აი ახლა აქაც ეს ხეები. აქ რომ ნახავ ნახე შიგნით არის სავსე ფლოუტერებით. იმიტომ რომ ნუ იმას თუ არ აქვს საკმარისი ისა. ნუ ეხლა შემეძლო მაგათი რომ მქონოდა ის კადრები, რომლებიც თქვა ახლოს მიდის შუშას, ხო და აქედან ესე იყურება. ისინი რაღაცნაირად ეტყოდნენ რა ოპტიმიზაციის პროცესს, რომ ეგ არ არის გამოსავალი და მან ჩასვა. მაგრამ რეალურად თუ უბრალოდ აღარ დაუტოვებ სხვა შანსს რომ ამ ადგილას მიუახლოვდეს და ამოხსნას, ხო უბრალოდ ეგ ნაწილი ამოხსნელი დარჩება. ანუ ვერ იზავს რა ვერაფერს ფაქტიურად. ანუ ამ სურათზე, ანუ აქ ამ ადგილას ვერ მიუახლოვდება რა. ნუ ეხლა მეტნაკლებად რაღაცა ქნა. გააჩნია შენი ამოცანა რომელია view სინთეზია შენი ამოცანა თუ 3D რეკონსტრუქცია რა. ხო. ხო, ეხლა მაგალითად იგივე ვარიანტი ოღონდ უფრო კლასიკური თემა, ანუ ფოტოგრამეტრია რითი განსხვავდება იმისგან, გაუსის სპლეტინგებისგან, ხო? ანუ გაუსის სპლეტინგები რეალურად ზედაპირებს არ აღადგენს. გეომეტრის, ხო და იქ ზედაპირებს ეს არის. ანუ იქ რა არის, ანუ ეს ამ პირველ ეტაპს როცა გადიხარ და bundle adjustments რო აკეთებ, ანუ ხო თქვით რომ იღებ აი ამ წერტილებს რა, რომელიც იმას მოყვება, ანუ ამ კამერების ორიენტაციებს რო ხსნი, ავტომატურად ამ წერტილებსაც ხსნი. ამას ეძახიან sparse point clouds. ანუ რაღაც ძალიან გამოხშირული წერტილები გაქვს რა მთელ სცენაში, რომელიც ძალიან ცოტა არის რა. და შენ თუ გინდა კლასიკური მეთოდით გააკეთო ზედაპირის აღდგენა და კლასიკური მეთოდი როგორ არის, რომ აი ეს რაღაც ცოტა წერტილები კი არ გავაკეთოთ, მოდი აი როგორც ლაზერის სკანერი მედგას აქ და ყველგან აი ამ ზედაპირზე სულ ყველგან რო წერტილები დავსვა, ესეთი რაღაც point cloud-ი აღვადგინო მთელ სცენაზე. და მერე მეშირების მეთოდით გადავმეშო ეს პოინტები რა. ანუ რას ნიშნავს, რომ ესენი ერთმანეთზე მივაერთო ეს ყველა წერტილები, რომლებიც აქ მექნება და გადავაბა და სამკუთხედები ავაწყო. ანუ ეს არის კლასიკური ისა რა მიდგომა. ხო, და ნუ მაგას თავისი პრობლემები აქვს რა. მოდი ეს დავაპაუზოთ და საერთოდ გავთიშოთ.
და ნახოთ სარკულის ზედაპირები და გამჭვირვალობა მაგასაც გაუჭირდება. ხო, იგივე პრობლემები აქვს, მაგრამ ხო გეუბნები, ეს view სინთეზის კუთხით მაინც ხსნის მაგას. ეს გამჭვირვალე რაღაცებს მაინც ხსნის და ის მაგას ვერ ხსნის რა. აი ხა ეს აგისოთ ფოტოსკანი რა, ეს არის ცოტა ძველი ვერსია, მაგრამ ეს არის ფოტოგრამეტრიის სოფტია რა. აი ეგ შეგვიძლია იგივე პროცესები გავაკეთოთ. გავიდეთ მაგალითად ხო, არა, ფოტოგრამეტრიასთან უფრო მისამაშია. ხო, არა, უბრალოდ შედარებისთვის პატარა მაგალითი რო გავაკეთო, სიტყვაზე გავიღებ რამოდენიმე იმას data და მოდი ეს აი ამ სურათებიდან ვქნა. სიტყვაზე რავი, რომელი ნაწილი. აი ეს იყოს და აი გეყოფა. ხო. ხო, ანუ ეხლა ვეტყვი რომ მოდი align photos ამ შემთხვევაში არის რომ უნდა ერთმანეთს ანუ bundle adjustment-ი არის align photo და აკუთითებ რა ხარისხში დაითვალოს და რომ ისცემ გადაულის და დაითვლის. ანუ ზუსტად იგივე ამოცანა ამოხსნა, ანუ colmap-ი რასაც ითვლის და ეს წერტილები მოგცა. ეხლა ამას აქვს მეორე ეტაპი workflow-ში, რაც არის build dense cloud და ეს რას აკეთებს. მას მერე რაც ამან ორიენტაცია ამოხსნა, აქ ეგეთი რა ამას შემიძლია უთხრა მაგალითად look through და look through მაძლევს აი ამ კამერიდან რომ გამოვიხედო რა. ანუ ეს ახლა წერტილები ძალიან მეჩხერია და დიდად ვერაფერს ხედავ, მაგრამ მოკლედ ამ კამერიდან ვიყურები და ვხედავ ამ point clouds. აქ მე მინდა რომ ესე სულ შევავსო. ანუ თითქმის ყველა წერტილისთვის მინდა რომ რაღაც წერტილი მქონდეს რა. და ეს არის უფრო ისეთი პროცესი, აი ჩათვალე რომ პიქსელებს მიყვები ესე სათითაოდ. ამისთვის მე ყველა შესატყვის ეძებ ამ დანარჩენ სურათებში. მთელ სურათზე ჩამორბენა აღარ გიწევს, რახან ორიენტაცია იცი. ეს პიქსელი აქ რაღაცა სხივის გასწვრივ გექნება რა. ხვდები, ანუ აქ რო წერტილია, ეს წერტილი ამ მეორე სურათში ესე სხივია რა. და აქ თუ რაღაც გეომეტრია გაქვს ამ წერტილის გასწვრივ, ეს სადღაც აქ სხივის გასწვრივ არის. ანუ მარტო აქ უნდა მოძებნო. მაგრამ ნუ მაინც ის არის რა შედარებით უფრო რთული ამოცანა. ეხლა dense clouds რო ამოხსნით, თქვათ medium-ით. და ნახავ, ანუ აი ესეთს მიიღებ რა. ხო, ნუ ამრავი წერტილი დამატე, ხა დავიდეთ look through, ანუ ხედავ რომ ბევრად უფრო მეტი წერტილი გაქვს. ნუ თითქმის პიქსელ ერთი წერტილია. ხო რა, თითქმის. და ეხლა უკვე ამას თუ მე ვეტყვი რომ build mesh, ეს რას იზავს? ეს ადგება და ამას სივრცეში ხო აქვს წერტილები. და ეცდება ეს წერტილები ერთმანეთს გადააბას. რომ სამკუთხედები ააწყოს. ანუ აქაც medium-ს ვეტყვი და გადაულის და აწყობს. და ეს არის ჩემი მეში. აი ესეთი რაღაცა მეში. ხო, გადასარევი არ არის. მაგრამ ნუ ეხლა მაინც სწრაფად დავითვალე. ცოტა უფრო რომ ყურადღებით დაგვეთვალა, შეგვეძლო გაგვესწორებინა. ამას აქ კიდე რაღაც თულები მაგალითად რომ მიეხმარო იმას bundle adjustments და შეგიძლია მარკერები დასვა რა, მაგალითად აქ ესე მონიშნო add marker და აი მეორე სურათზე ხედავ ახლა ავტომატურად გისვამს, იმიტომ რომ უკვე ამოხსნილი აქვს. მაგრამ როცა თავიდან არ აქვს ჯერ ამოხსნილი, მაშინ ისა ვერ სვავს რა. მაშინ შენ სვავ რომ ეს წერტილი და ეს წერტილი ერთი და იგივე წერტილია რა, ეუბნება. ხო ხედავ ცდომილება როგორ აქ, ანუ ეს აქ უნდა იჯდეს. მაგრამ არ ზის. ხო. ნუ აი ესეთი რაღაცაა რა. და ეს ეხლა თუ ეტყვი ისა bundle adjustment. ანუ თქვა რთული სცენა, ვერ იპოვა საკმარისი მოსაჭიდებელი წერტილები რაღაცა, შეგიძლია ხელით რაღაცებში დაეხმარო და ნუ
უკეთესად ამოახსნებინო რა, ისე ხელსაწყოები აქვს რა, მოკლედ სამუშაოდ. მაგრამ ნუ საბოლოო ჯამში რაღაც ესეთ mesh-ს მიიღებ, შეგიძლია მე ამას ტექსტურა გადააკრა რა, ეხლა ეტყვი რომ build texture. ოკეი, და აიღებს და ამ სურათებს ფაქტიურად ამაზე მიაკრავს რა. ნუ ატლასაც აწყობს, ანუ ისა ტექსტურ კოორდინატებს ყველაფერს იმას იზავს და პაკინგს გაუკეთებს იმაში რა, ტექსტურის სიბრტყეში. ანუ აი ეს არის ჩვენი ტექსტურირებული სურათი. ხო, ნუ ცოტა დაღრეცილია, მაგრამ ხო. ეხლა view synthesis ამოცანას თუ ხსნი, კამერებს შორის თუ გადადიხარ. ნუ რავი, ეხლა ძალიან ცუდი არ არის, ეხლა გააჩნია ფილმს თუ იღებ და რაღაცა შეიძლება. ნუ ძალიან ცუდი არ არის, თან რავი 10 სურათისთვის. ხო. 10 სურათისთვის ეს არის. ხო, ნუ ახლა თან აქ ვერ ხედავ ხო შენ რა პრობლემები გაქვს გეომეტრიაზე და მთელი ამბავი. რეალურად რო ნახავ mesh-ს იქ უკვე აქ ჩანს რომ რამხელა პრობლემა. არა, ნუ პრობლემები ბევრი აქვს, მაგრამ სადაც პრობლემები აქვს, იქ კამერაც არ ყოფილა. ხო. ანუ, ხო, თუ view synthesis ხსნი, მოკლედ შენ ეგ პრობლემები არ გაინტერესებს, მარტო გაინტერესებს შუალედური გამოსახულება, თქვა აი ამ სურათსა და ამ სურათს შორის რამდენად რეალისტურია რა. ეგ არის რა. ხო. აი, ნუ ძირითადად რაღაცებზე ვილაპარაკეთ, რავი, კითხვები თუ არის რამე არის ხალხის სტრიმზე, კი? შემიძლია ჩავყვეთ რაღაც თემას უფრო და ვილაპარაკოთ. თუ არა და ამ ლინკებს ჩავაგდებ და მე უფრო საინტერესო სპლეტები თქვენს დაათვალიერეთ. ეს post-shot-ი ისეთია, რა ქვია, რეგისტრაცია უნდა, მაგრამ ისე უფასოა. ყოველ შემთხვევაში რაღაც საბაზისო ისა ვერსია. ხო, და შეგიძლიათ post-shot-ი დააყენოთ და მოკლედ თქვენი სპლეტები ააწყოთ. საინტერესო სპლეტები. ეხლა ჩიტებს რამდენად გადაუღებ არ ვიცი, თული იქნება, ბევრი კამერები კი. ჩიტებს ვერ გადაუღებ. ხო, არ ჩიტებს გადაუღებ თან მაგარი არსებას უკეთ. უბრალოდ ვაგდენი რაკურსი ვერ გადაუღებ გაჩერებ. ჯერ როგორ უნდა პროგრამას აქვია? ამას ქვია post-shot-ი ქვია, რომელიცაც აწყობ ამ სპლეტებს. გასაგებია. ხო, ჩავაგდებ ამის ლინკს, ანუ დაძებნო. ეგ შედიხარ, download-ს აძლევ და იწერ post-shots და მე უბრალოდ რეგისტრირებული უნდა იყო რა, იმიტომ რომ ისა შესვლას მოგთხოვს რა, ავტორიზაციას და იმის იქით უკვე ლოკალურად ითვლი რა. ნუ GPU თუ გაქვს, უნდა გქონდეს ალბათ, CPU-ზე არ ვიცი რამდენად ითვლის, შეიძლება არც ითვლის, არ ვიცი. ხო. და ეს super split-ი, ეს კიდე ცალკე თემა არის რა. ხო. და აქ გარდა იმისა, რომ library გაქვს, ასევე editor-იც გაქვს. და ანუ აქ შეგიძლია შენი, ანუ ამ გაუსის მოდელებს აექსპორტებ play file-ში რა, ანუ ეს კერნელები იწერება მარტო რა, კამერის ორიენტაციები და ისინი აღარ მოყვება. რავი, შეიძლება მოყვება კიდეს არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აქ რო ჩააგდებ, პირდაპირ შეგიძლია მე ნახო რა, ეს ისა, რა ქვია მოდელები რა, რაღაც მარტივი. მე მაგალითად კიდე შეგვიძლია ნახოთ. აი ესეთი. ესეთი მოდელი. და ბავშვი, აი ახლა აქაც ჩანს, რომ როგორც ზუსტად იგივე ხერხს ხმარობს, რაც გამჭვირვალობაზე და ანარიქთა იგივე როცა მოძრაობას ნახულობს რა. ეხლა ყურე ნახავ, რომ აი ამ კადრსა და ამ კადრს შორის გამოძრავდა რა. და უბრალოდ რაღაც სპლეტები არის, რომლებიც აქედან სიტყვაზე აი თვალთან არის შავი, მაგრამ აქეთ რო გამოწევ უკვე
აღარ არის შავი, ან რაღაცას ეფარება. ისე დასვავს და ნუ მაგის გამო რაღაცა საშინელებებს იწავს. ანუ გეომეტრია ფაქტიურად აღარ გივარგა რა. ნუ როგორც მუშაობს იქიდან გამომდინარე ლოგიკური. ხო, ნუ ის უბრალოდ მარტო იმ თავისი შეცდომის ოპტიმიზაციაზე ფიქრობს რა, ანუ iterაციულად და რაღაცნაირად თუ გინდა რომ ეგეც გაითვალისწინოს, მაშინ შეცდომაში უნდა გაუწერო შესაბამისად რა. ხო, ეგ არის მთელი ამბავი. კარგი, მაშინ და მოვრჩეთ ამ იმას საკმაოდ გაგვიგრძელდა. და დანარჩენი სტრიმის იდეებზე მე ვიფიქროთ კიდე რავი თუ რამე იქნება საინტერესო. აბა, კარგად და დროებით. დროებით. დროებით.